მოგესალმებით. რაც უფრო ზენ მიდის ქვეყანა, უფრო დაიბრიცება დედამ. ჯერ სადა ხართ? ჯერ საходებ თაობა როგორი მოდი. ჯერ ერთი ბეყეჩუების ის საკრებულო არის ეს გაერთიანებული, თქვათ პარლამენტები, ხო? აი თქვათ რომ შეიკრებებია 8G და 12. ეს არის ბეყეჩუები. რა გაბღენძილები, ფულიანები, არც ერთი არ არის ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი, უბრალო ჩაცმული და არაფერი როა გარდა აუცილებელისა. არა რა, მილიარდელები არიან. სათავეში მოვიდა ყველა მილიარდელი. არა, მილიარდელი, ტრამპი მილიარდელი, ბიძინა მფლობელი ამ პატარა ბოსტონისა. საქართველოს ხო არ არის, ეს არის ბოსტანი. ხო და ახლა არის მე ბოსტონი არის ეს და ყავს მამუშები, გლეხები და თავისი მეხელის ბიჭები ამ კაცს ხო და რა ვიცი ახლა კოლეგა არის რა, როგორ დავიჯერ ხო ტრამპი ბიძინას ყავს გააძრობს, მილიარდელი არის ოფიციალურად. არალეგალურად არა. ასია პუტინი. ეს არის არაოფიციალურად ყველაზე მდიდარი კაცია მსოფლიოში. ხო, არაოფიციალურად ესია და ოფიციალურად ეს ვერ წავა ახლა ტრილიონი, მაგრამ ეს რო ყველაზე მდიდარია ამაზე თვითონ ელონ მასკმა თქვა ჩემზე მდიდარი ეგ არის. თორე თელი ქვეყანა მაგისია და მაგ ქვეყანაში სიმდიდრე არის და როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს. ხო და პატარა რაღაცა მასშტაბით არის ბიძინა. ბიძინა რომელიც გამოდის დიდი მასშტაბი მილიონი და მისი კურთხევით, პუტინის კურთხევით არის პუტინის კურთხევით პატარა მილიარდელი. რომელიც მაგ ბოსტანს ოლის ჯერჯერობით თავისაც კეთოთ და არა მოსახლეობის და მანდედან უპატრონო ხალხი გადადენილი არის იქით. ევროპა რო დაიქცევა როგორია ვიღაცებს. მე ვერ გავიგებ, დარწეული საქართველოს იძახის ევროპა დაიშლება დაიქცევა. კატასტროფია, რა გიხარიათ? ბიჭო, რატო გიხარიათ ეს დაშლა, დაქცევა? ნუ ესე გახარებთ. იმის მაგრად რომ ჭიდრო იყოს კავშირი, ან კიდე რო იძახის ვიღაცა რომ იშლება ევროპა, სად მივდივართო? რა იშლება ევროპა? რატო უნდა საერთოდ რამე რა იშლება? აი რა დაიშალა რო? გადაწყობა არის, გადაწყობა. საბჭოთა კავშირი კი არა დაიშალა, გადაეწყო სოციალისტური წყობა, გადაეწყო კაპიტალისტურში. ვინც ამას ვერ შეეგუა დახოცეს. რა დაიშალა, რის დაიშალა ტერიტორია რა აზრებია ევროპა დაიშლება და სად მივდივართ ევროპაში. მოვასწროთ გაერთიანება, მაშინ რაღაცა სიკეთე ჩვენს გვინდა რატო უშლით ხელს? აი, რატო უშლით ხელს რაღაც გარკვეულ საზოგადოების წევრებს საქართველოში ევროპის გაერთიანებაში? ამიხსენეთ ერთი ვინ გვიშლის, ქართველები თუ რუსები? რუსებს კიდე ვინ კითხავს და თუ რუსებს თავიანთი ისინი არ აყავს საქართველოში აგენტები? ისე ვინ შეგვიშლის ხელს მე ვერ გავიგე. როგორ არ აყავს რა. რა პატრიოტების სახით ეს ყველა საერთოდ ვისაც ევროპა არ უნდა და იძახის აქვე რუსულიც არ მინდაო და ის ყველა ანტიევროპელი იმავე თუ პრორუსულია. პრორუსია და არ მითხრას ახლა ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს არ არსებობს. ესე იგი ევროპა არ გინდა ავტომატურად ჩვენ რუსეთი გინდა და არ იძახი. აი ვაჟა ოთარაშვილის ნაირი ხალხი ზოგი პირდაპირ იძახის კვარაცხელია ისინი იძახენ რუსები. იმას ქვას ეცვლიან. ამიტომ მესამე ისეზე ნეიტრალიტეტი თარხანმოურავი გაუხმა მას თავი. ახლა ხო ვიცით ნეიტრალიტეტი ეს ტოლია რუსეთუმეობისა. ამიტომ გაერთიანება არის. ისე არ შეიძლება. საქართველოს უნდა გაერთიანდეს. თუ ევროპასთან ვერ გაერთიანდება, ესე იგი რჩება რუსეთთან გაერთიანება. ამას სხვა არ არის და არ მითხრათ ახლა რომ აი ასეთ მდგომარეობაში თუ დავრჩებით ეს ისევ რუსეთთან გაერთიანება, რაც არის რუსეთთან, ის არის საქართველოში. უკანონობა, უსამართლობა, კორუფცია არ არის საქართველოში კაცო ესა. უსამართლობაა, მაგრამ 14000 ლარი შენ და კაც ამუშავებ ელექტორად და 600 და 1000 ლარიც არ აქვს. ეს უსამართლობა არ არის. ესია რუსეთი. და რანაირად ახარ ევროპელი მე ვერ გავიგე. ახლა მარტო ის ხო არ არის ფიზიკურად გავიუზებ ჩერკასკში. არა აერთიანდები ევროპაში. იმ თავითვე რუსეთთან ახარ. იმ თავითვე. და თან უარეს დღეში ვართ. ესე იგი ისეთი გარეწრები არიან პარლამენტში, რომ მასხრად იგდებენ საქართველოს მოსახლეობას. აი სულ ყველანაირად აგდებული ყავთ, აი დააკვირდეთ რა, აი დაცინიან. დადიან, დროს ატარებენ. გინდა პოზიცია, გინდა ოპოზიცია და აქ იჭყლიტება ის ფენა რა, ახალგაზრდები რომ მოდიან ახლა 2000-ში დაბადებულები, 2005-ში დაბადებულები. აი ესენი არის საცუდავი თაობა. და ეს გერონტ რა გახდა კიდე ეს გერონტები რა გახდა ეს რაღაცა უკან ნოსტალგია საბჭოთა კავშირში როგორ ვიყავით. წავიდა, აღარ არის ეს საბჭოთა კავშირი, ხალხი არ იქნება, არ დაბრუნდება.
არ დაბრუნდება მუქთა ჭამა, მუქთა ისა, მუქთა ქურდობა. არა, გამორიცხულია. ის რაც საქართველოში, ის არის რუსეთში. რაც რუსეთში, ის არის საქართველოში. მაგრამ რაც რუსეთშია და რაც საქართველოში, ის არ არის ევროპაში. ამიტომ გინდათ ევროპაში და ვინც ამას აფერხებს, ყველა საქართველოს მტერია მოსახლეობის. ნუ აფერხებს 30 წელი მანდ ახარ ჩემკარ. ეს თუ არ განვიხილეთ, არაფერი არ გამოისე, მარტო წიგნების განხილვას რა მოხს. გამარჯობა ბატონო რეზო. მოგესალმები ომარ. ბატონო რეზო, გუშინ ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი და ვფიქრობ საინტერესო იქნება. ვისაც ნათელი იყო ეს, მაგრამ მაინც ხაზგასასმელად. ესე იგი, ერთი ადგილი იყო გოთუაზე და მთელი სართული იყო ამ კაცის, არის 28 ოთახი გააკეთა და უნდა სტუდენტებზე, ან ეს რაღაც ჯგუფები რო ჩამოდის, გაქირავება ერთი სიტყვით რა და ისე აღმოჩნდა რომ რაღაცა იმდენი არც იყვნენ, იყვნენ, მაგრამ უკვე დაკავებულები, ერთი სიტყვით ვერ გამოვიდა და გაუჩერდა ეს თემა. მე დავურეკე ამას წინებზე, უბრალოდ 2 დღის წინ და ვუთხარი რომ თუ ისევ თავისუფალია თქვენი ბინები, 28 ოთახი. დერეფანია დიდი 28 ოთახი. რაღაცა ისე გავაკეთოთ თქო, ამ 28 ოთახში პროსტო 4 საწოლი ქონდა, მატრასები, კარადა და ისე გავაკეთოთ თქო, რომ დავამატოთ თქვათ, პატარა სამზარეულო და ცალ-ცალკე საცხოვრებლებად გავაქირავოთ თქო უთხარი დაბალ ფასებად თქო, მაინც ეგრე გაჩერებას თქო და აღარ მაქვს გაჩერებულიო თვეშიო 14000 მიხდიანო და ვინ გიხდის მეთქი, ვინ ჩამოვიდა თქო რა, კაი ფასიან ნამდვილად და იცით რა მითხრა? მშენებლობები რაც დაიწყო, ხო, ეხლა რაც არის ახალი კორპუსების მშენებლობებიო, ჩამოყავთ ხელოსნებიო თურქეთიდან და ყაზახეთიდან. და თურქი, ყაზახი, აზერი, აი ეს ხალხი ძალიან უფრო ყაზახეთიდან და თურქეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი. ნუ ეს ორი ძირითადად ჩამოყავთო, ჩვენთან მაგალითად თითო ოთახში 4 კაცი შევიდაო, შიგავს ესო და მშენებლობებზე ამუშავებენო რა, იმიტომ რომ ხო იციო არა, ეს კაცი მეუბნება ქართველიო ეხლა მშენებლობაში და არსად არ უქნია ღმერთო რა, ერთი სიტყვით და კი მეთქი ვიცოდით თქო რომ ეს რა ქვია ესეთი, მაგრამ ესეთი მასშტაბური თუ იყო თქო არ მეგონა და კიო, ეხლა მაგალითად 28 ოთახია, თითოში 4 კაცია, ხო? რამდენი გამოდის. ეს მარტო ეს ერთი ბრიგადა რაც ჩამოიყვანეს და ამუშავებენო და ერთი სიტყვით საცხოვრებელი ჭირდებოდა თუ და ესეთი ძალიან ბევრი ჩამოვიდა უკეო და ძალიან ესეთი სახე მიეცაო რა, იმიტომ რომ ხელობაც იციან, დისციპლინა აქვთ, თან მით უმეტეს უცხო ქვეყანაში რო ხარ, მაინც სხვანაირად აკეთებო საქმეს, კარგადაც უხდიანო და ძალიან ბევრი დეველოპერი ვიციო, ვინც არის ქართველების, მაგრამ ძირითადი რაოდენობა მაინც უცხოელებით არის დაკომპლექტებულიო და აი ერთ-ერთი ფაქტიც რა, ერთი სიტყვით საკმაოდ დიდი მასშტაბები მიიღო ყაზახეთის და თურქეთის მოქალაქეებმა დაიწყეს მუშაობა საქართველოში ხელოსნებად. მშენებლობებზე და ასე შემდეგ. ომარ, ისი ბრალეს რა, ქართველი ხელოსანი აღარ აქვს ჩვენ? ბატონო რეზო, ქართველი ხელოსანი ყავს, უბრალოდ აი მეც ხომ მუშაობდი არა ხელობაზე, ბრიგადასთან ერთად ხო ვიყავი და მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ 90% ქართველი ხელოსანის 90% რა, აი მაინტერესებს ამაზე თუ ვინმე შემედავება, დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა, სწორ და ლამაზ პარაგრაფში ვისაუბრებ ამაზე, მე ვინც მინახავს 90% ან თამაშობს, ან სვავს, ან ეწევა, არ არის დისციპლინა. არ არის შესრულებული სიტყვა, როცა ამბობ რომ ამას გავაკეთებ, ბოლომდე მიიყვანს. ამბობს 10 დღეს უნდა 1 თვე. ამბობს გავაკეთებ ესე, აკეთებს ბევრად უფრო უხარისხოდ. 90% ესეა. არის პროცენტულობა, რაღაც გარკვეული, რომელიც მართლა მუშაობს კარგად, იქ სხვა თანხაც გინდა, მაგრამ დღევანდელი ხელოსნები საქართველოში უმეტესობა, ყველამ ეხლა ხო რამდენი ისმის YouTube-ზე და შეიძლება ვიღაცას ყავდეს. აი, გადახედეთ რა უბრალოდ რა. არ გქონიათ პრაქტიკაში ხელოსნებთან შეხება? 90% შემთხვევაში ან სიტყვას ტეხავს, ან აგვიანებს, ან სვავს, მთვრალია. მუშაობის დროს ეწევა, უფრო მეტ დროს ატარებს სიგარეტში და მოსაწევში, ვიდრე ხელობაში. რამდენჯერაც თან ეხლა მე 10-15 20 ობიექტზე მაინც მიმუშავე და მეცეც. ან ჩემს ბრიგადასთან ერთად. აი უკვე ბოლოს აღარ შემეძლო რა. დღე და ღამე მოსაწევზე ლაპარაკი. და ეხლა სამსახური მინდა რა გავაკეთო. დღე და ღამე სასმელზე ხან ერთი გაიპარებოდა, ლუცვავდა, არახსვავდა, ხან მეორე და ამ დროს ისეთ საქმეებს იღებენ, აი დავამთავრეთ 20,000, 30,000-ს იღებენ და 6,000 კვადრატზე გალავანს აკეთებენ, ბლოკები, მერე ზემოდან კამარი, ან გალესვები ისენი და რა გინდა? ერთ თვეს ეუბნება 3 თვე. კაცრავად, ძალიან ბევრი ქართველი ხელოსნობს ამერიკაშიც, კანადაშიც, საზოგადოებრივ twins გაწესრიგებს ეს სადაც ლეგალურები არიან. არალეგალურად, მოიძოთ, ესე იგი ჩვენ ყავს ხელოსნები და საქართველოსთან რატო გარბის ხელოსანი და რატო არ ყავდება მათ, იმიტომ რომ აქ ახლა პლანს ხო არ მოწევს კანადაზე, წყავი გაძვრება. ვერ გააკეთებს ვერაფერს, თვითონ დაზარალდება. ამერიკაში ახლა ტავს იძრობს ქართველი ხელოსანი, კარგად მუშაობს და კარგი ანაზღაურება აქვს.
ის არ ლოთობს, არც პლანს ეწევა, ძალიან ბევრი ესე მუშაობს, იმიტომ თვითონ დაზარალდება. მანდა რატო არის რომ ხელოსანი მანდა მაინც ლოთობს და ვთქვათ პლანს ეწევა, აი რატომ? რა არის? სიმართლე რო გითხრათ, აი არ ვიცი, აი წინა ეს ხელოსნები ძირითადად ვინც არიან საქართველოში, ხო? ყველა 30-40 პლუსი თითქმის. ხო არიან ახალგაზრდებიც, რა თქმა უნდა, ამ საქმეში, მაგრამ მაინც უმეტესობა ნაწილი, აი 40 პლუსი, 30 პლუსი, ან ის ხალხი, რომლის მამა იყო ხელოსანი და თავიდანვე დააწყებინა შვილს ხელოსნობა და მაგ პროფესიას გაყვა. ანუ ერთი სიტყვით, აი ძირითადად მაინც 30-40 პლუსი, აი ესე რა, ეს ასაკია ხელოსნების დღეს საქართველოში და რაც შეეხება მიზეს, აი ჯერ ეს რომ ვთქვათ, საქართველოდან თუ მიდის ხელოსანი, ესე იგი ის აქვს გააზრებული რომ დისციპლინა, ვთქვათ, მოსთხოვენ ამას, მოსთხოვენ საქმის შესრულებას და ისიც იცის რომ კარგანაზღაურებას აიღებს, მაგრამ აი მარსა გეუბნებით, მე რაც მინახავს საქართველოში თუ კარგი ხელოსანი ხარ, კარგი ანაზღაურება გაქვს რა. არ ვიცი ვისთვის რა არის კარგი და ვისთვის არის მეტი ან ნაკლები, მაგრამ ხო ვიღაცისთვის ლარი მილიონი, ვიღაცისთვის მილიონი 1 ლარი, ხო, მაგრამ არის რა ანაზღაურება რა. Просто კონკრეტული მიზეზი საქართველოში ხელოსანი უფრო რატო არის გადაყოლებული ამას, აი სიმართლე რო გითხრათ, ამაზე დიდი სიამოვნებით დავფიქრდებოდი და ვისაუბრებდი. მე თუ მკითხავთ, არ ვიცი, აი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ის პერიოდი რაც გამოიარეს ამას საკმა ვითომ, მაგრამ ერთადერთი იმასთან მივდივარ, რომ ეს რაღაცა მასშტაბებშია საქართველოს მოსახლეობაში, უდისციპლინობა, საქმის მიმართ არა პროფესიონალური დამოკიდებულება და ეს ჩანს ხელოსნობაშიც, მაგრამ სხვა საქმეებთან შედარებით, პროფესიებთან შედარებით, ხო, აქ განსაკუთრებულად იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც და ვისაც შევხები ვარ, ხო, ყველგან ეს არის რა. და იჩენს კიდევაც თავს, ეხლა ამ კაცს ვესაუბრებოდი, შეავსეს ოთახები ყაზახებითო და თურქებითო. იმიტომ რომ აკეთებენ საქმეს, იმიტომ რომ იმას უფრო სწხოვენ, თუ არ ვიცი, აი ძალიან დასაფიქრებელია რა მართლა, იმიტომ რომ ვინც მიდის საქართველოდან ეხლა, იმან იცის რომ იქ მოსთხოვენ, შესაბამისად ის აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ თუ მივდივარ მაშინ იმაზე თანახმავალ რომ ეს ყველაფერს უნდა გავუძლო, მაგრამ ისიც იცის რომ შვენიერი ანაზღაურებაა, მაგრამ კიდევ გამეორების მიზნით საქართველოშიც არაჩვეულებრივი ანაზღაურებაა ხელოსნობაზე, არავინ თქვას რა, კვადრატულს 30 ლარად გალესავ და 40 ლარად რო გალესავ, ხო? რა ვიცი, ეხლა მაგალითად კიბის ხელოსანი ჩვენთან იყო მოსული. საფეხური ჩვენ დიღმელია და ჩვენ აი რაღაც დიღმელობაშიო, ესე თქვა, საფეხური აპალოვკა, თქვათ 100 ლარი. 17 საფეხური გააკეთა. 1700 ლარი მივეცით, დაამთავრა ერთ კვირაში, წავიდა სხვა ობიექტზე. სხვა სიტყვის 150 ლარს საფეხურს და ჩალაგებული ქონდა კიბები, აი ერთი 2 თვე დაბრუნილი მაქვს რა, 2 თვე დაბრუნილი მაქვს. ეხლა გადავთვალოთ, აბა რა გამოსდის? 5-7-7000 რა გამოსდის თვეში. ეხლა 7000 თუ არ ყოფნის ამ ქვეყანაში საცხოვრებლად, აბა რა გინდა ვერ გამიგე. 7000-ად კირასაც გადაიხდი, საჭმელსაც შეჭამ და რა ვიცი რა, ელემენტარულ მოკრძალებულად იცხოვრებ და მეტიც არის მე თუ მკითხავ და ეხლა აი ეს კიბის ხელოსნობაზე. კიდევ რამდენი პროფესიაა თვითონ ამ ხელოსნობებში, ხო? ეს იქნება გალესვა, ეს იქნება კაფელის დაგება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. Просто რაღაცნაირად აი ვერ ირგებს ამ სამუშაოს. მე სადაც ვმუშაობდი, ეს ადამიანი მართლა გეუბნების თვეში შეიძლება 20-15000 მაინც ეშოვა რა. 50-60% მისდიოდა მოსაწევის აღებაში ტელეგრამზე, თავისი იქ ვინც იყვნენ არყის ყიდვაში, მერე ხო შეიძლება ბრიგადატავს აყვანილი, ადმინისტრირება გაუწიოს საჭმელს, გაამზადო წინა დღეს, რაღაცა რა, რამაზად და ყოველთი კალბასები არ იყიდო და 500 და 1000 ლარით მეტი არ დახარჯო ყოველთვიურად. აი მარტო ამაში მისდიოდა ფული, ამას ვერ აორგანიზებდა და მე რაც რჩებოდა იმას უკვე ჩვენ გვინაწილებდა 80-100 ლარზე, რასაც მუშაობდით ეს დამხმარე ხელოსნები რა მუშები, ანუ ეს უკვე მუშაობა, ხო? თვითონ ესე იგი 20-30 მეტიც გამოსდიოდა, პროსტა ნახევარი მაინც მარტო მიდიოდა გართობაში და არყისმაში და პლანში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ რა. არ ვიცი, თან იმაზე საუბრობდნენ, რომ აი რომ მოვინდომო თუ რა მაგრა შეიძლება და ეს საუბარად დარჩა. ყოველ შემთხვევაში ის გარკვეული პერიოდი, სადაც მე მუშაობდი. ასე რომ აი რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ქართველი ხელოსანი მაინც და მაინც აი ეს უბერდურ დღეში, როცა თუ დისციპლინირებულად, სწორად მიუდგები საკითხს საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, სადაც გაიხედავ ყველგან ამწია, სადაც გაიხედავ ყველგან ტრაქტორია და რაღაცას ანგრევს, დემონტაჟი ხდება და ახალი შენდება. ჯუნგლებია კორპუსების. ყველას უნდა გაკრასვა, ყველას უნდა გალესვა, ყველას უნდა ავეჯის ხელოსნებზე აღარ ვსაუბრობ. რკინისკარების ხელოსნებზე აღარ. ძალიან ბევრი შეკვეთაა, მაგრამ რა ვიცი რა, აი რასთან გვაქვს საქმე ვერ ხვდები, არ უნდათ სიზარმაცესთან, მერე გადაყოლილია სულ ყველას, თან მით უმეტეს ისეთი გარემო როგორიც საქართველოა, ხო, ყველგან ყველაფერი იშოვება, წამალი იშოვება, მოსაწევი იშოვება, არავინ არაფერს არ გეუბნება შუა ქუჩაში, რა ვიცი რა ჩვენ გვითხრია შუა ქუჩაში, რა არავის არაფერი არ უთქვია რა, აი ეს ფაქტი უბრალოდ დადებული გვითხრია, ხო თქვა, არავის არაფერი არ უთქვია, ყველაფერს შოვება ამ ქვეყანაში.
ხო და თან ფურცაც რო აკეთებ და აი ამაზე შეზღუდვაც რო არ გაქვს და ესეც რო ემატება, ხო უკვე ესეც მოქმედებს თავისთავად, მაგრამ კიდევ განმეორების მიზნით სხვა პროფესიების წარმომადგენლებში ესე მასშტაბურად ეს არ ჩანს. მაგრამ რატომ მაინც და მაინც აი ამ ხელოსნებებში, ხო, ეს დასაფიქრებელი საკითხია და ყოველ შემთხვევაში მე 90% შემთხვევაში მართლა ვინც მინახავს ესეთია რა. ესე იგი, რისხვა არის მეთქის ეს რისხვის გამოვლენა ეს თეოლოგიური ტერმინი მიუღებელია რა, იმისაც ვერ გებულობს. აბა რით აიხსნება კითხვა ედავს მე ახლა ამას როგორ ავხსნით ამას გარეთ მუშაობენ წელებზე ფეხს იდგამენ იგივე საძლებენ აქ $20 კვადრატულში და ჰაჰა მაქსიმუმ $30 იგეც მეეჭვება და მანდ $10 იგივე $30 აქ კიდე ხარჯებია ფინანსში უნდა გადაიხადო მე უნდა გააგზავნო და ფაქტურად წყლის ნაყვა გარეთ რომ მიდიხარ გარკვეული გაგებით ესე იგი რაღაცა ეს გარემო გაიძულებს შენ პასუხისმგებლობა მეტია როგორც თქვენა თქვით. ხო და აი ეს გამუშავებს. უკვე აქ შენ თავს უკვე დისციპლინაში აგდებ, იმიტომ რომ შენ უკვე ხალხი დატოვე, ცოლი, შვილი, მთელი რიგი ვიღაცები და აქ მაგრა მუშაობს, არაცთან კიდევაც. თანდროს დალევა არის, არც ამ ქართველი აღარ არის ის რიტუალები, სოციუმი. მე იმ სადაც მუშაობ გამორიცხულია ვინმე მისაჭკაოს ეს მართლაც არის ესეთი რამე თორე თუ ხელოსანი ქართველი არ ვარგა მაშინ რაც მოდის ამერიკაში და რატო ამუშავებენ არა და ხომ მუშაობენ აქ დაქირავებული არიან გააგდებენ სამსახურს ზარმაც არაფერს არ ჭირდება მანდ არის მთელი ერის პრობლემა არის მთელი ერის პრობლემა სათავეში დგას ეს რელიგია რომელიც სულად აყვანებს ხალხს ხო თავიდან ბოლომდე აბა რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და ეს დააყופავს ქვეყანას თორე ყავს ახლა ყაზახისტანს ვეღარ ჯობია ახლა ქართველი თავის კულტურით და თელი ამ და ეგ აღარ შეუძლია სახელმშენებლობა როგორ მთლად დაკარგეს როგორ ეს ნიჭი არა აქვს ძალიან ბევრი მუსიკოსი ვიცი რომ გადავიდა უკვე სახელმშენებლო იმაზე მუშაობს და ძალიან კარგად ხო აი ესეთი კარგი ხელი აქვს ესე იგი მანდ ერთიანი პრობლემა არის და ამას გარკვევა უნდა და როცა იძახით ესეთ რამეს რომ იცი რა ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ჩვენ არ გვინდა არც დასავლეთი არც რუსეთი ამას ვინც იძახის იმას ვეთქვი რომ შენ უკვე რუსეთთან ახარ და აი როგორ რუსეთს აწყობს საქართველოში იყოს ეგ მდგომარეობა იცის რომ საქართველოს ქვეყანას მოსპობს ქართველი მთავრობა ეგ როგორ იციან არ ვიცი აღარ არის ეს საქართველოს მთავრობას არჩევანი არ აქვს ეს უпростоრად ხალხს არჩევანი არ აქვს ირჩევთ მაგათ აღარ ამ მდგომარეობაში ხართ ესე იგი, მაგ მდგომარეობა აწყობს რუსებს, ასევე აწყობს მთავრობას, რომელიც კარგად არის რუსეთთან, არ მეხება არაფერი და ხალხს აწიუკებს ეს თავისი წყობით. და ევროგაერთიანებაში ესეთი თავხედი მთავრობა აღარ გეყოლებათ, ეს ნამდვილი არის. ეს ანგარიშვალდებული იქნება იმასთან. ეს მაგალითი გამოვიყენოთ ახლა რაც ვთქვი, ხელოსანი მანდ გაფუჭებული აქად მომუშაობს. ხედავთ, ამერიკაში, კანადაში ის ხელოსანია ქართველი, რომელიც იქიდან წამოვიდა. ფულის გულისთვის არ წამოსულა ფული იმთავითვე მაგალითად თქვენად თქვი შეიძლება მანდაც მოაგროვოს იმას მანდ სულელურად დახარჯავს პლანში გადაყრის და აქ კიდე გრძნობს მეტ პასუხისგან მანდ პასუხისგან ვერ აგრძნობს სახში გადასახადი არაფერი არ აქვს მე რიგს მაკაცები არ მოეშვება მიდი მოდი არის გაუთავე ორკვირიანი მანდ ჭამასმა არის აქ არცეც არ დაუსვენია ქართველი ვინც მუშაობს აქ ხელოსანი ამერიკაში არ დაუსვენია ეს ერთკვირიანი ლოთობა არ არის ასე არ არის ხალხი ესე იგი ეს რელიგია არის ჩვენი მოსასპობი უნდა მოისპოს რა სხვანაირად თქვენ ახლა ეს რელიგია რო არ გეუნებათ რომ უნდა გავერთიანეთ სადღაც და ვრჩებით აი ასე და ამ თქვენ გონიათ ახლა იძახეთ ახლა რუსეთი თუ ეს ნეიტრალიტეტი როგორც თუ არხან იძახის ნეიტრალიტეტი და ქართველი არ გვინდა რუსები რო იძახიან რუსეთთან ახლა რუსეთთან როგორ ცხოვრობს ისე ცხოვრობ თქვენც უფრო ვარესად როგორ აი მთავრობა როგორ იყავთ იმათ ისეთია თქვენთან ეს კიდე მოცემულ მდგომარეობაში საქართველოს მთავრობას მაგრა აწყობს. მაგათ არ აწყობთ ევროგაერთიანება. ვინ არის ევროგაერთიანება? მტერი ვინ არის? მართლმადიდებლობა და მთავრობა. ესენი გულავობენ და ამატეს დამოუკიდებლობა და იცი რა ჩვენ არ გვინდა არავინ, არც რუსეთი გვინდა, არც რანაირად ვინც ამას იძახის, ის რუსეთთან არის. აი ეს განსაკუთრებით ეროვნულობას ვინც აწვება ზვიადიზმის და კოსტავიზმის, ეს იმთავითვე პროვოსულობაა. რატო? ქართველი მარტო როგორი ცხოვრობს? რა გაქვს, რა რესურსები? როგორ იქნება ესე? გადაუდგე ევროპას და იზოლაციაში. ხო გინდა შუქი, წყალი, გაზი, პროდუქტები, არ გინდა? რანაირად იქნება ხა დამოუკიდებელი, არ გადამრიო. ამიტომ მას არ აწყობს დისციპლინაში შესვლა.
არა წობს მე ახლა 12 დღიან შარაფს გადაყვება პარლამენტი არა არაფერს არ აკეთებს სამი თვე გავიდა რა პრეზიდენტი გყავთ აერჩიეთ ეს გულაობს ის არა ყაულაშვილი გაუგებარი უარის არის ეს მეორე და კაცი კიდე ჯგუფში დაწალებს იქ არა და რას აკეთებს კაცშვილ მარზე ფულები ხარჯება ესე ხედავთ ხო იძახი თვითონ ევროპისკენ მიდი არა გამორიცხულია მთავრობა არ გაგიშვებს და იმ თავით ეგ მდგომარეობა რუსებთან ასოცირდება რაც ცხოვრებაც არის ეგ და როგორი მთავრობა ისეთია თქვენთან აი კორუფცია არავითარ უსამართლობა მაგრამ იქ მასშტაბები დიდია სიმდიდრე აქვს იმადა ისინი დამოკიდებული არ არის ახლა რესურსები დამოკიდებული არც ერთ ქვეყანაზე არ არის არც ერთ ქვეყანაზე სხვაებია მაგაზე დამოკიდებული და უნდა დაასუსტონ იმ გაგებით რომ დაუგდონ გაზი აღარ იყიდონ არაფერი და ვითომ დასუსტონ არა ის არ მოკვდება არ დასუსტება უბრალოდ შეიძლება აღარ გამდიდდნენ ისე როცა ვეღარ გავყიდით ჩემ პროდუქციას თქვენთან დოლარებზე რა თქმა უნდა მე ვერ გამდიდდები მაგრამ იმდენს კი გავაკეთებ რომ იარაღები შევქრა და აქვს კიდევაც არა რა მასალები მაგის სხვასთან მოძებნის ამიტომ რესურსების თვალსაზრისით რუსეთი არავისზე დამოკიდებული არ არის აი ჩვენ ქართველი თუ არ გაერთიანდება ისეთ ცოტა დიდ გაერთიანებაში სადაც რაღაც გარკვეული წესები საზა ისენი იქნება ჩვენ დამოკიდებელი როგორ იქნებით არ გამაგიჟოთ რა გაქვთ რომ საქართველოს ორი სახელმწიფოს რა გააჩნია წყალიც კი წყალი რო არის მდინარეები ამას თავისებური ტექნოლოგია ჭირდება ეს სად არის შესყიდვა გინდა მე ლარით რა შეიძლება იყიდოთ არ გადამინერებთ ასე რომ გინდა არ გინდათ რუსებზე ხართ დამოკიდებული და კონფლიქტის შეცვლა დასავლეთთან ეს ძალიან ცუდად აირეკლება ეკონომიკაზე რო იცოდეთ და არავინ არ მითხრას ახლა ვაჟა ოთარაშვილს უჯერებთ თქვენ და თარხან მოურავს და ამ სულელებს და კიდე იმის რო არის სულელის და თაკომბალა რო არის ვინც ყვერმილი რო დავარქვი იმ დებილს იმას ეროვნულობას რო აწვება ეს დებილი ესა ასეთი ზარამაცი ტიპი რას გამიგეთებს მე რა გამიგვიდა იცი რამდენს არ ქონიათ ნახე მაგი რო რუსებს უხმებ და ქართველების დასახოცად და მაგი მან გააგიჟა ხო რო გაახსენა სანაიამ ეგ გაახსენა შენი სახარო და გაქიშდა რა იმის მაგვირა თქო ხო იცი ცოტა შემეშალა გავრაზებული ვიყავი მე ისე რა თქვა მიად ახლა რანაირი ინტერპრეტაციაც არ უნდა დაადოთ ეგ არის რა შინაგან თქო რა იცი გიორგი სააკაძემ რაც გააკეთა იცი რა მეყვის კიდე ქართველის ანტიგმირები რატო ყავს გასაღებული გმირებად ბიჭო გიორგი სააკაძე როგორ არის გმირი არ გამაგიჟოთ რა მე რო ახლა კანადიდან ლაშქარი წამოვიყვანო თქვენთან იმის გამო რომ თავრობას დედას უტირებთ მეთქი და წამოვიყვანე კანადელი სამხედროები თავრობა აწუხებს ქართლად თქვენ გასანთავისუფლებლად შემოვედი მანდ და თურმე ეს თავრობა ჩუმად არ არის კავშირში კანადასთან და ვერაფერს ვერ ვაკეთებ და სამაგეროდ კანადის ჯარებმა ამიწიოკა ქართველები და იძულებული გავხდი შევკროდი ქართველებს საწყალგლეხებს შევბრძოლებოდი კანადის ჯარს დამეხოცა ჩემი ხალხი და მე საქართველოს თავრობამ დედაგვიტირა მაგალითი სააკაძემ რაც გააკეთა ახლა მითხარით ტყუილი ესა აი ეს რატომ არის გიორგი სააკაძე გმირი შეგიძლიათ ამხსნათ ბიჭო კაცმა შეიძლება ჯარი შემოიყვანო არაპირებდა შაჰაბაზი მაგას მოსთხოვო წავალ და დავიყო რატო აკეთებ ამ შენ იმაზე ჭკვიანი ხარ უნდოდა რომ თავადები მოესპო ესე იგი მთავრობა ბიჭო ამ ერმილეს ყვერმილემ ეგ არა თქვა აი რაც გიორგის ქონდა მაგან კაი გაგებითა თქვა ეგა კაი გაგებით მესმის იმიტომ სააკაძის გაგებაა ეგა და აი ამას ბიჭო ეს ნორმალური ადამიანი ამას როგორ მიიღებს კაცო როგორ რუსეთის დახმარებით გინდა შენ თავგასული ვიგინდარები გადაყარო შენ თვითონ არ შეგიძლია ეს გააკეთო შენ თვითონ იცით რატო ვერ გააკეთებ სააკაძეს ის ხალხი რო შეკრიბა და მარტყოფზე გაიმარჯვა და დაუხოცა შაჰაბას ჯარები რატომ არ შეიძლებოდა თავადებს დაემარცხებინა და ადგილობრივ ძალებით იმიტომ რომ ბევრი არ წაყვებოდა და თან კიდე ისინი შაჰაბას დაუძახებდნენ აი ესეთია საქართველო მე კითხავს სააკაძე რატომ არის გმირი რა გმირი არის ეგა ხალხო ეს ხო კომუნისტებმა შემოგტენეს ეს და ეს ხო გრძელდება ისე რატო გონიათ რომ ესეთი ხალხი გმირია რომ შეეკედები რუსებს შემოიყვანა აქა გამიგე და თითქოს აი ამას გადაგაგდებინებს აი მენშევიკური მთავრობა ბოლშევიკმა რუსებმა გადაგაგდებინა თქვენ ძალებით რატო არ გადაალებეთ მაშინაც რევოლუცია რომ მოხდა ხო რუსების დახმარებით მოხდა აი ეგ გავთქვი იგივეს არ აკეთებს ეს ყვერმილე გამოვიდა ღარიბი რუსული რა რუსული ეს არის ბიჭო ეს როგორ უნდა წამოგწდეს ევროპაზე ოცნებობდა იგივე გამსახურდია ევროპაზე ოცნებობდა უბრალოდ ევროპამ არ მიიღო არა რატო არ მიიღო ძალიან ადვილად ახსნელია მაგაზრებით რა გინდა ჩემთან ახლა სულელური აზრები გაქვს ქართული მისია და ევროპა მუშაობს ამერიკა აგე ქართველებმა ხო გამოცადეს რა არის დასავლეთი აგერ თვითონ ეს ყვერმილემ ხო გამოცადა რატო არ მუშაობს ამიხსენი
რატო არ მუშაობს რა არალეგალურად იმიტომ რომ მშენებლობაზე გაუშვებენ სხვა თავში არაფერი არ უყრია ხო საფრანგეთში ამის ჯარისკაცი ქართველი ჯარისკაცი ვიშრაში მაკართუნდა ჯარში ნამყოფი ვიღაცა უსაქმური ეს მოწამლული ეს კაცი ამიტომ როცა ვიძახიან ქართველები რომ ჩვენ ეროვნულები ვართ და ეროვნული მთავრობა გვინდა ესე იგი რუსები გვინდა ამ პირდაპირ ხვარი თქვენ მაგას რატო ესეც ვიცი ვერ შეძლებ დამოუკიდებლობას და უკვე შერბილებული ვარიანტი აი რუსებთან კაი დამოუკიდებულება მე შენ კარგი ხარ შენთან კარგი დამოუკიდებულება იმ შემთხვევაში როცა თუ კარგი ხარ შენ თუ კარგი არ ხარ როგორ იქნება შენთან კაი დამოუკიდებულება არა ხო ან მე თუ არა ვარ კარგი თქვენთან კარგი დამოუკიდებულება მექნება რო გამოდიან და აი რუსები ჩვენი მეზობელი იმასთანაც უნდა ვიყოთ ამასთანაც უნდა ვიყოთ რა უნდა იყოს ეს ყველაფერი ლოგიკა სულელური ვე არაფლად არ ვარგი ხარ ჯერ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და რატო არ ვარგი ვართ არაფლად აი ამაზე არ მუშაობენ გაუთავებლად ვიძახით წარსული გვაქვს კაიო რა წარსული გაქვთ ყველა ახლა დაიბადეთ აი რა წარსული გაქვთ დავით აღმაშენებელი გამოგადგება თქვენ ახლა დიდგორი გამოგადგებათ არ გადამრიოთ ხახნო ეს ჩამორჩენილი აზროვნება რა ისტორიზმის დამღუპველია ხახნო ვერაფერს ვერ სწავლობთ რა ისე რა ანუ კიდე ვიმეორებ ვინც იძახის ეროვნულობა დამოუკიდებლობა ევროპა არ გვინდა რუსეთი არ გვინდა იმთავითვე რუსეთი ავტომატურად ეს გულისხმობს რუსეთთან თქვენ ყოფნას და აგერა ფაქტს ახეცია 30 წელიწადია მაგის გავლენის ქვეშ ხართ და ვითომ დამოუკიდებელი დროშას მიფრიალებთ აქა რა წყობაც იქ არის ის წყობა არის საქართველოში უდისციპლინობა კორუფცია ნეპოტიზმი ჩაწყობა არ არის ახეზე მათ და მასეთ მთავრობას ევროპა აწყობს ასე თუ ისე წესებს დაადგენს და გაგაკონტროლებს თუ ევროში შევიდა ევროვალუტაში ლარი თუ ამოვიდა მე ესე დააფინანსებთ ესე ჰარი-ჰარალოდ იჭაკუნებენ წინ და უკანო დაჭაკუნობენ პარლამენტის ყველა წევრმა მოიარა მთელი მსოფლიო ამ შობელ ზაღლებმა და ასე უსაქმრობით იქნებიან პარლამენტში ესენი ფეხბურთელები და მოჭიდავეები და შტანგისტები ყავს კონგრესში ხალხს თუ ევროპის იმაში ზის ფეხბურთელები და კონგრესმენები გამაგებინეთ ერთი ასე რომ შემოკარგებო ყველა მოღალატეა იცი ვინც აცხადებს ეროვნულობას პატრიოტობას იმთავითვე რუსოფილი ხარ და გაგებაში არა ხარ თან კიდე აგინებ რუსეთს ეს საშინელებაა რუსოფილი ხარ რუსებს აგინებ გამსახურდია მას ეგ გააკეთა ბოლოს შეტენვა დაიწყო ესენგესთან გასვლა მე სხვისას კი არ გეუნებით სხვის ნათქვამს იქ ცხოვრობდი ბოლოს ესენგე ესე მე არ დაგავიწყდეთ გამსახურდია ვინ მოტეხა ინტელიგენტებმა კომუნისტებმა ინტელიგენტებმა რომ დაატყვეს ამან მოუშვინა მოსახლებამ კი არა ხალხი მაგის მხარეზე უკვე უსუსურია ხალხი ინტელიგენტები გადაუდგნენ დაბნელდა ქვეყანა და აი ეს ისევ ჯოგში არის გმირი ინტელიგენტებში თუ დააკვირდებით გამსახურდიას არ ახსენებენ და ყველამ პირი შეკრა მომითხარით რომელმა ინტელიგენტმა გაბრაზებულის კარტა მე ხომ არა ვარ გაბრაზებული მაგაზე არანაირ ობიექტურად უყურე არც ყოფილვარ არ და ვიცოდე რომ კარგი დაამთავრება მითხარით რომელი ინტელიგენტი აქებს გამსახურდიას სიჩუმეს არჩევს ან ისეთი გამოიყენებენ საკამათოდ ხო ინტელიგენტები ჯოგში არის ზვიადიზმი და კოსტავიზმი ეს კი ამას აწყობს რა ბიჭო ეს ბელადობა ნომეას ვერ გაწილდა რომელმა აი ერმილემ რა იცის გამსახურდია კოსტავებინა რასაკეთებდა და დასავლეთმა რატო არ მიიღო ისინი არ იკითხავთ არა უთხრეს რომ არა დინების საწინააღმდეგო ამან ჭკვა ასწავლა იმათ რა ზვიადი დინების საწინააღმდეგო ტარიფებზე მოდიან აუ რა კაი აფორიზმი თქვა ვერ გაუგო ამერიკის იმას რა ვთქვა თქვენ დინების საწინააღმდეგო იგულისხმებოდა ევროპული გაერთიანების დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა ამან კიდე რაღაცა პოეტური რაღაცა ისროლა ამან ასეთ პოეტს რო აირჩევთ პრეზიდენტად ის ქვეყანა იარსებებდა ერთ წლის მერე გადააგდეს აქაც გამოჩნდა ქართველი რა ვიგინდა რა მე ხო არ გონია ეს ინტელიგენტები ხო ჯოგმა აირჩია გამსახურდია ინტელიგენტებმა კომუნისტურმა ინტელიგენტებმა იმით რომ არ დაუწყებდა შავისიები დააძრო მერე და ეხლა ამას რომ აკეთებ იგი ვერ გააკეთა სააკაძეც რატომ მოყავდა ხალხი საომრად თავადები უნდა დაეჭერა თავები გამსახურდემაც ეგ არ გააკეთა ჯოგი გამოიყენა ინტელიგენტების ჩასარეცხად ხო და ვინა უჯახდა ინტელიგენტები დაეხმარა ჯოგი ვერ დაეხმარა და ეხლა ეს პერმილესნაირი ხალხი რომ დამიწყს აი კოსტავა და
ამას გრამი ტვინი არ აქვს. აზროვნებაა საჭირო ხალხო. ეს მოაზროვნე კი არ არის, მოლაპარაკია. და მოლაპარაკე საქართველოს როა, იმიტომ ვარ ასეთ დღეში. ჩვენი პრობლემა აზროვნების დეფიციტია, იცით? სადღაც თუ იქნება, ვინმე დამალულია და ავეც რაღაც თუ ეს ნახირისთვის არის ეს ინტერნეტი რო იცოდეთ. უჭირს ადამიანს აზროვნება, უჭირს. ამასაც არ ასწავლიან. და ვართ გასაცოდებული ქვეყანა სხვაზე დამოკიდებული და ისე ჩავიგდეთ. თავი ისე დღეს ჩავდე თურქები ყვებავენ. და არც არავინ არ ლაპარაკობს ამაზე. არ ყვებავს საქართველოს თურქები. თუ თქვენ ყვებავთ ერთმანეთს. და ყველაფერი პროდუქტი რო შეყვათ მარკეტში, ყველაფერი თურქეთთან არის. ამას დაამატეთ ყველაფერი წვლილმანი რასაც ჩინეთი და თურქეთი. რუსეთი დაამატეთ ენერგეტიკა. და მერე მშენებლობაში კიდე ყაზახებიღა გაყავდათ ახლა და ყაზახებიც შემოვიდა. დააჯერეთ თქვენ პარლამენტში და იყავით. ესე ქვეყანა ინგრევა. და ეს არის სხვა არ არის მეთქი. აი მოღალატეები რამდენი ყოფილა საქართველოში. ალბათ დროა რო ეს ერი უნდა დაისაჯოს და სხვა ქვეყანაში ცოცხლებს კარგად გრძნობენ თავს. კარგადაც მუშაობენ. არც წუწუნებენ. თუ არა და იკვდებიან ესეთ ქვეყანა. ხო მუშაობენ საზღვარგარეთ ყველა ქართველი. თუ ახლა ფლად მიცვალებული არის მე ველფეერზე დაჯდები და შეგინახავს ის ქვეყანა. რასაც მან თავრობა არ აკეთებს. მან თავრობა ხო არავის არ ეხმარება. ეგრეთ წოდებული ველფეერი ხო არ არის დახმარება. ეს არის რაღაცა შემწეობა 300 ლარი. სტანდარტი. ესეც თუ მიაღწია 60 წლამდე. თუ 65 წლამდე კაცმა მიაღწია და 60-მდე ქალი დაგნის თუ არა და ბევრი ვერ აღწევს. 1000 ხან გრიპებია ხან რაღაც აი ამ დღეში რო ჩავარდით რისი მიზეზია. და ველოდებით ახლა თაობა ახლა თუ იმედი ახლა თაობა ახლა ეს ხალხი ახლა 800,000 პენსიონერი ვერაფერს ვეღარ გააკეთეს მოდი თქვათ. კი არა ტექნიკასთანაც ვერ არის. უჭირს რა. ძალიან ბევრს მანქანისთარებაც უჭირს უკვე ძველ ადამიანს რო იცოდეთ. ამ სიცრაფეს ვერ ეგუება, ღილაკებს ვერაფერი ვერ გაუგო, მიჩვეული იყო მანუელს, ეს ეკონომიკები რაღაცა დებილივითი იქნება, ძალიან ბევრს პრობლემა ექნება. ძირითადად ახალგაზრდები იმიტომ ზიან მანქანაზე. აი ახალგაზრდები არიან კომპიუტერთან. ვერ აკვირდებით ამას ხალხო? რა მხელა ზღვარია? და ახლა 50 წელიწადში უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხოცა, ვიდრე მოხუცები. ეხლა სულ მოხუცებს გავიხედავ ახალგაზრდები, ან მანქანაში იხოცებიან, ომში ხო ჩაახოცინეს. მერე შემთხვევები თავის მოკლა რა. დააკვირდით რამდენი და ესენი ცხოვრობენ 80 წელისა 80 და არის ბერახჩუები არის სავსე ამ ტელევიზიაში, ბერახჩუები რეკავენ და პოლიტიკაზე ლაპარაკობს ბერახჩუა. და აგინებს ახალგაზრდას არ მოწონს რომ საყვირო აქვს. თავარი ეგ არის. საქმე რაღაცა არა რა, მე გელაპარაკებით კატასტროფის წინაშე ხარ. და გავმეორდები მე ხუთეთ უკვე. ვინც აფიქსირებს ეროვნულობას, ეროვნული ძალები მთავრობაში ის არის პრორუსული. რა ვიცი, მე ესმეს. ქართველი მაინც მონათლობელური იმით არის ეს კომპლექსი აქვს, ადამიანს თუ სტატუსი არ შეიძინე, ადამიანად არ თვლიან. ეხლა იგივე ადამიანი ამერიკაში მუშაობს, ხო? და ამერიკა არის სტატუსი მისთვის მთელი გარემო ამერ და მაგ ქართველებისთვის მათ აქედან რომ უკვე ისინი აღარ დაცინიან ამას ამერიკაში რასაც არ უნდა აკეთებდეს ამერიკაში ხარ. ესეც გარკვეული სტატუსია. აი ყვერმილეც რო არის საფრანგეთსაც სტატუსია. ტყიდან ლაპარაკობს სტატუსია. ხედავთ? მაგრამ საქართველოში რო ჩამოვიდეს მაგას არავინ არ მოусმენს. მაგას მართლა არავინ არ მოусმენს. ახლა უსტატუსო ხარ. გული შენ არა გაქვს, ტვინი შენ არა გაქვს. და ახლა რასაც ლაპარაკობ ჩვენც ვიცით ახლა ლევან საიგზეს წიგნები ყველამ წაიგითხეს სისულელე. სუფრაზე კიდე შენზე კაი დამლებიც ბევრი იქნება ქუთაისელი და მაგარი კაი მოშარაფეებიც იქნება. ამ დებელს ვინ მოусმენს? ან რომელი ქალი დაждდება ახლა ამასთან და ქუთაისში სახში მოусმენს ამ სისულელეს. Facebook-ში ქალი დგას და ეროვნულობა, პატრიოტიზმი ბოლს უშვებს ქალი საწყალი გაუბედურებული რო არის რომელიმე ქალი იქნება ან იტალიიდან, ან საბერძნეთიდან. აი ესეთია პატრიოტი ქალებიც ბევრი არის იტალია საბერძნეთში. აბა ევროპელი ქალები მე არ ვიცი თუ არის საზღვარგარეთ. ყველა არის პატრიოტი. დაბოღმილები არიან სამშობლოს მოწყვეტილები და ამ ყალბი თეორიით რომ აი ჩვენ ეროვნული გვინდა მთავრობა, ეროვნული და სუფთა იდეალიზმია. ეროვნული მთავრობის ძახილში ვერად ვერ მოვიდა ეს ეროვნული მთავრობა. და გაგვიხსენით ვინ არის ეროვნული, სად არიან ეს ეროვნულები? ეს ვერ დაალაგა ხალხმა გამიგეთ. მან მუშა ადამიანის სტატუსი გრძნობს ამას წავა და პაპიროსს. არ იღებს საზოგადოება მაგას, არა. აი დაცინეს, ზემოდან უყურებს. ამიტომ არის სწრაფვა სტატუსისაკენ, ან ფული უნდა ქონდეს, ან სახლები, ან მანქანა. მე ორი რაღაცა ის კურსი გაიარე, ეს კურსი გაიარე. მე რა დაამთავრე მნიშვნელობა, ესეც სტატუსია.
აი რა სფეროში ხარ? ტექნიკური უნივერსიტეტი ესე დებილი ხარ. ესე იგი როგორ იურისტი არა ხარ? საზოგადოებრივი ურთიერთობა. გამიგეთ? ასე უცხოენა, მაგარი სტატუსები იბღინძებიან. ამას სულ ვიძახით ჩვენ. ამ ქვეყანაში კიდე მართლაც ეგა, სულ არ აქცევენ ყურადღება შენ სტატუსს. არავინ არ აქცევს, თავში რა გიყრია. მე ხელოსანი ხარ, ეს შეგიძლია. არა კაცო, სამსახურში ხარ, გახარ თუ კარგი ხელოსანი ხარ, გახარებულია, ვინც კომპანიამ დაგიქირავა ის. შენ იძახის თუ ვინმეა, შენნაირი მოიყვანე. ხედავთ? და შესაბამისი ანაზღაურებიც გაქვს დაწესებული ნორმებით. იმაზე დაბლა არ შეიძლება ანაზღაურება. თა ყოველწლიურად გემატება ხელფასი კაცო. გემატებენ, ესე არ არის. წახალისებები არის. ასე რომ აქ შედგა ეს მადრო ვერ შედგა, ხალხი აქ შედგა. ამიგეთ და აქ დაგროვილი ფულით მათ სახლებს იშენებენ და ის სახლები შვილებისთვის არის, შვილიშვილებისთვის, რომლებიც უსაქმრობის გამო ზოგი პლანს ეწევა. ზოგი რა ვიცი რას აკეთებს. ზოგი კიდე იმაში არის, აქციებზე დარბის. ასე ქვეყანა არ აშენდება ხალხო. გამოაცალეთ თქვენ დასაყრდენი, ხელოსნებით საჭირო არის, მასწავლებლებით საჭიროა. მაგრამ რასასწავლის თუ ჩვენ რა ვიცი ერთმანეთს დავცინეთ. ხელოსნები საჭირო არის. ან სომხებიც ნახე როგორ ინდოეთიდან ჩამოიყვანეს ტიპები ხედავ და წაარტყეს რა. ისინი კი მიჩვეული არიან მათი რელიგიით და აი რიგშაცნობიერება რო აქვს ინდოელებს და იმათვის ბედნიერი არიან, ეხლა აქით რო არიან, ინდოეთი იცით, ჯერ სიცხეა 50 გრადუსიანი. მე არის ტალახში კოტრიალი, არის სიბინძურე, ყველანაირი. რა თქმა უნდა ისე მაგ სომხურ გაჭირებას აიტანენ თუნდაც თქვათ ვინმე წაარტყას, მაგრამ ესე კი არ არის, არ შერჩება. რთმა რა არის კაცო, ეს არ მუშაობს, სიტყვით უთხარი, თუ არა და რა ჩამოიყვანე ეს ადამიანი. ხო, აქ ეხლა რას ქვია, ვინმე დაგარტყას, ეგეთ რამ თავში არავის არ მოუვა. კი არა, დაყმირებაც არ შეიძლება აქ. დაუყვირო შენ თანამშრომლებს, დააკარგავ სამსახურს, 100%-იანია. ხო, არა, ზდილობიანი ფორმებით არის მიმართვა. იცით რა ხელა განსხვავება, ამას გაიგებს, ვინც ნამუშევარია გარეთ, აი თქვენსავით დააკვირდა, პატარა ნიუანსები, მე უკვირდება სწავლობს აზროვნებს. აზროვნება ეგ არ არის. აი თუ შენი რაღაცეებით არა წიგნიდან ამოკითხულს კი არ ლაპარაკობ. შენ იმან სტიმული მოგცა სხვისმა აზროვნება, რომ შენს გახდე ინდივიდუალური მოაზროვნე. ჩვენ ეს ამის დეფიციტი გვაქვს, აზროვნების დეფიციტი. ჩვენი არა გვაქვს და სხვისაც არ ვთარგმნით, რომ ვისწავლოთ აზროვნება. არის რომანების კითხვა, კაი ქალებივით, არის წიგნები და ხატრული ლიტერატურა და ზიანა და აზროვნების აკადემიაში ბორხესი როგორი იყო, რა დაჩხაპნა, არჩიეთ, რისი მომცემია. და ქალები ყველა 100% იცი რამ გამოუცა. აი არ ვიცი სტატისტიკას ამე. ძირითადად Facebook-ში მომხმარებლები უფრო ქალები არიან. აი ქალები არიან ყველგან რა, ყველგან, აი ჩვენ ჩათვლითაც. და აქტიურები არიან. აი მე მაოცებს რა, სად არის საკაცეთი ხალხო? Facebook-შიდაც აი რო გამოენთებიან ქალების ორი კარტი, ერთი მომხრმე, სულ ქალები არიან. კაც თუ შემოვიდა იმდენად დებილი რომ გინების გარდა არაფერი არ შეუძლია. ქალი მაინცერიდება ასეთთვის 100% ქალი არ იგინება. 100%-იანი კომენტარებში არ იგინებიან. ნუ ქალური ლოგიკით და რაღაცებით ან შეგაქებენ, ან კიდე რაღაცას სხვანაირად გეტყვიან, მაგრამ აი გინება და რამე არა. დაკვირვებული ხართ მე სპეციალურად გადავხედე საიტებს ყველას ვსწავლობ, იმ წუთში ვხედავ რა. ვინ არის მსმენელები? დავთვლი ხოლმე ყოველთვის ჭარბობს ქალები. მოკლედ Facebook მომხმარებელი ქალი უფრო მეტია. ვიდრე კაცი. თუ ეს არასწორი არის ჩემი შეფასება. იქნებ თქვენც დამეხმაროთ, შეისწავლოთ თქვენს და კომენტარებში გვარები, სახელები ქალების ნახოთ, ხო? და მსმენელი თმაგოია შტერის 90% ქალებია. თან ასაკოვანი. უცნაურია რა. ესეც რაღაცა სტატისტიკაა ხახნო. აქაც რაღაცა აზრია. ხო, ძაწყალი ქალები, ხო იცით როგორ იცენი, აი იმედებში არიან, აი შენი ღმერთმა ესეთი პატრიოტი გაგვიზარდოს ბევრი. რა პატრიოტი ერმილი არის, პატრიოტობა ქალს მე თქვენი, როგორ არა გვაქვს კაცო. რა პატრიოტი, ისე გამკეთებელი ის თვითონ პატრონო არის. გადახვეწილი არის გარეთ და გაუბედურებული არის რა. რო შეეძლოს მაგას, რაც გიორგიმ გააკეთა, წამოიყენოს ფრანგი ჯარისკაცები, ალბათ ყველას გადაჯეგავს საქართველოში. გიორგის ეგ არ უნდა და მოესპო მთავრობა და თვითონ გამეფებულიყო მათ. და შაჰაბაზის მითითებებით ხალხი ემართა. აბა რა ახლა შაჰაბაზმა რო გამოგაგზავნა მანდა შაჰაბაზმა ჯარით. ის გითხრა რომ ჩემი დაქვემდებარებული თავადებით თავები დააჭერიო.
და მომატყუე ეთქვა, ეს ტყუილი კი არ არის, ისტორია ადასტურებს ამას. მერე მხატვრულ ფორმაში ანტონოვსკაიამ გადმოსცა რომანი, მერე სიმონ ქვარიანმაც დაწერა დიდი მოურავი, შემდეგ ამის გაერთიანებით ეკრანიზაცია საფუძვლად დაედო სწორედ ომის დროს სტალინის დაკვეთით გიორგი სააკაძე სამშობლოს პატრიოტობისთვის. ამ დროს ის ნიუანსები კი ვერ დაინახეს, რომ ეს რა პატრიოტობაა, მე ამის დედავატირე. მტერს შეეკარი. ომი სულ არ აპირებდა შაჰ-აბაზი ომს, რამდენი ხალხი შეეწირა იცი მაგას. და საბოლოო ჯამში რა? ხალხი გაწყდა. მერე რაც დარჩა, თავადება მოუღეს ბოლო, ხო? და მარტყოფის ველი შეიცვალა ველად, ხო? რა მოხდა მერე იქ სამარცხვინო ველზე დამარცხება ამისა და სააკაძის გაქცევა. თავადება გაიმარჯვეს. და დაიქვემდებარეს ეს ყმები. აი ეს პატრიოტობა რატომ არის მეთქი ვერაფრით ვერ გავიგე. და როგორ არის დამახინჯებული საქართველოს ანტიგმირები, ყველა ანტიგმირი საქართველოში გმირად არის გასაღებული. კოსტავამ რა გააკეთა ახლა ბევრჯერ გითხარით. საერთოდ ხო თქვა ვინც ასაკში ხართ. გაიხსენეთ აბა რა გააკეთა? არაფერი. ციხეში იყო რა და ციხეში ხლა რას გააკეთებდა კაცი? ციხეში მტერი დაჭდა. სულ ბარახლო ხალხია იქა. ნახევრად გიჟი გამოვიდა კაცი და ლოთობისა და ჭამის გარდა არაფერი არ გაუგია. ქუჩებში იარა იქით, აგით იბღავლა რუსეთის დედავატირე და გადაბრუნდა მანქანა და მოკვდა. გმირად რატო გამოაცხადეთ ეს კაცი ვერაფრით ვერ გავიგე რა. რა ვიღა იზახთა საქართველოს გაუმარჯოს. მაშინ სიტყვებით მეც პატრიოტი გამოვდივარ კაცო, მე ვიძახი რომ საქართველოს დაიქცეს. აი მე მითქვია რომ საქართველოს დაიქცეს. მე ვაფრთხილებ რომ ასე ვითარება საქართველოს დაიქცევა, ეს უფრო პატრიოტობა არ არის. და ხელს ხო არ უწყობ მე დაქცევას. რა გმირები არის ახლა ან კოსტავა რა არის და ან კოსტავიზმი კიდე რა არის და რატო ადარებს მაგალითად ტაბლო მედიაში ტაბლეშვილი საერთოდ თავგასიებული კაცია და რატო გონია მას ევროპელია. ჩვენ რო ვაკრიტიკებთ კამიკე აი მოძრაობას, ფსევდოევროპელობას, ეს იმას კი ნაჩვენე ევროპა არ გვიდა. აი ეს ფსევდოევროპელობა ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს მეთქი წყალს. ძნელი გასაგებია ეს რაღაც ლაპარაკო. და რო აიმე წინა ევროპა არ გინდა, რუსეთო მე კაცო, აი ეს ფსევდოევროპა რომელიმე ოპოზიციონერი, რომელიც არის აი ეს ყოფილი კომუნისტური მასში აღზრდილი, გამონაკლისი არის ახალგაზრდები, რომელიც დაიბადნენ 2000 წლიდან და ცოტა დაბლა კიდე. კოლაფსის მერე დაბადებული არ ჩავრიცხავ. იმათ ვერ მოკასუკეთებ. ლაპარაკი არის პარლამენტში ვინ არის? ყველა საბჭოთა ფენომენია. აი ეგენი რო გამოდიან, გაიყო ორად. და ვითომ ევროპის დროშა აიღო ოპოზიციამ. თქვენ გჯერათ რომ ამათ ევროპა უნდათ? მე მაგათ ვაკრიტიკებ. და ეგ იმას კი ანიშნავს რომ მე ევროპა არ მინდა. მე ვიძახი რომ ესენი დასავლეთში არ შეიყვანს ახალგაზრდებს, არ გაერთიანებს, არ უნდათ და რატო გითხარით? იმიტომ რომ კარგად ცხოვრობენ რა. არავინ არ დათმობს თავის ყოფიერებას. და წელავენ და მე რეცი რაც მოხდება. აი ლაკა ხოშტარი არის ევროპელი? ტაბლიაშვილი არის ევროპელი, ვახოსანაია ევროპელი. აი მაგას ვაკრიტიკებთ ჩვენ, ვერ ხვდებით? ესე იგი, ევროპელობა მინდა მე და ესენი ფსევდოევროპელები არიან, როგორც მე ვაკრიტიკებ არა ქრისტეს, არამედ ყალბ ქრისტიანობას მართლმეების სახით. რა არის ესეთი ძნელი გასაგებია კაცო? და ამის საბუთი არის ბიბლია. ახლა რა საბუთი მაქვს, როცა ვაკრიტიკებ ტაბლიაშვილს ევროპელი არ არის? აზროვნება. აბსოლუტურად არ ესმის ევროპა რა არის. ევროპული წესებით ცხოვრება რა არის? იმიტომ რომ უკანონო ცხოვრობენ მანდად, გულაობენ. დაექვემდებარებან ევროპის იმ წესებს, რომელიც არის ევროპის ქვეყანებში და მოქალაქეები როგორ ცხოვრობენ. ესენ ყველა იძახიან. აი ხელი შემშლელი, როგორც ნაცები, ისე ქოცები არის ევროპაში გაერთიანებისთვის. სწორედ ამათი დამსახურება არ არის, რომ მოიქცნენ ისე, რომ რუსები მოვიდნენ და დაბანაკდნენ. ამებ არ გააკეთეს. და ბიძინა მისი სული ჩამდგმელი. ნახეთ რა კარგად არიან ეგენი ორივენი. ხო და მაგ წიაღში ქართველი ადამიანები გაედინებიან გარეთ სამუშაოდ. და ვინ? აი ეგ ხალხი რა, ხელოსნები. ასაკოვანი ქალები მოხუცების მოსავლელად. ახლა აქ კანადაში ვერავინ მოვლის მოხუც, ეგეთ რამე არ არის. ჩამოსული ქართველი აქ მოხუცებს არ უვლის, ეგ აქ არალეგალურად არავინ არ არის. და ვინ გაგიშვებს აქ სამუშაოდ, ეს სად არის? ხო. და არალეგალურად ამერიკაში მუშაობს ბევრი. ოჯახებში. ხდები და შეგნებული ოჯახი აძლევს ფულს იმდენს რომ კმაყოფილია ეს მაგის გარეშე უფრო ძვირი დაუჯდებოდა. ხო, ესე 10000 თუ დაგიჯდებოდა, ამას აძლევ 4000. მაგარის არის დანაზოგი, ხო? და ძლევს შემოსული ქართველები აქედან ქალები, აი ესეთი შრომაც ეწევიან, რომ იცოდეთ. ან დემენციან მოხუცებს უვლიან,
ანუ თქვათ რომელიღაც მოხუც როგორც მეურნეს ისე ულიან რომ მოუტანონ პროდუქტები და ან მანქანის წაიყვან აი ესე არიან და დავარდნილებსაც ულიან და იშვიათად აბარებენ ბავშვებს ბებისიტერად ქართველები თიძე ჩამოსათვლელია რომ ბავშვი ვერ ჩააბარებ ახლა რა ვიცი ვინ არის ეგა პირდაპირ უნდა იყოს გარკვეული კომპანიიდან და პასუხისგებლობა იმან უნდა გამომიგზავნოს და პასუხს აგებს ის აი ეს ახლა მოვდივარ და ვიღაცა ამიყვანე ბებისიტერად ვინ აგიყვანს მაგას თავისებური სჭირდება გამოცდილება სიყვარული ბავშვის აბა ბებისიტერობა ესე ატვლიათ აი იტალიაშიდაც ბებისიტერები კი არ არიან ჩვენი ქალები მოხუცსიტერები გერონტოსიტერები ესე იგი სიტ ნიშნავს დაჯდომას მოხუცთან მჯდომელი მომვლელი რა აბა ბავშვებს ვინ ჩააბარებს ახლა მე მგონი არც არის არავინ მე არ მსმენია რომ ბავშვებს უვლის ჩააბარეს ბავშვი და უვლის ბებისიტერის მაგარი რამეა ბებისიტერობა ბავშვების სიყვარულია ბანეული ვინ ჩაგაბარებს ბავშვს მოხუც ჩაგაბარე იმიტომ რომ იმის ერთი სული აქვს ის ბავშვი კიდე იმათი მომავალია ფსიქოლოგიურად და ვერც გამტუნებ თქვენ ჩააბარეთ თქვენ ბავშვს ვიღაცა გადამთიელს და იმიტომ რომ აქ თუ გინდა ბებისიტერობა არის სამსახური კურსებია გავლილი გაივლის და გამოიწერ იმას და დაამთავრებულია ხელფასი ანაზღაურება სტანდარტებით არის მაგრამ მოხუცის მოვლა იქ რო შეიყვანო იქ ძვირი დაგიჯდა არა ჩამოვიდა და სულეთი ამ უნდა გააკეთო დიდი თავს ჩაარტყამს დაიჭერენ თუ არა და თუ არ მოექცა წესით მალე მოკდებ ეგეც გაახარებს ჭირის უფალს ხა ტალჩია გამოსული ეს მოხუცი ხო ამას ამჟღავნებენ კიდევაც ზოგ-ზოგი ერთები ხვდებით რა სამუშაოებზეა ქართველი ქალები აბა ჩემო კარგებო მე სხვა კატეგორიაა ძალიან მცირე კატეგორია ცდილობენ ვიღაცა კაცი გამოიჭირონ შეებან ან საყვარლის სტატუსში შევიდნენ ან გათხოვდნენ შენ შემთხვევაში საყვარლის სტატუსს ირჩევენ რომ ძიმე სამუშაოს გადაურჩნენ აი ეს დღეში რატო ჩავარდა ქართველები შეგიძლიათ ამიხსნათ თუ თეოლოგიურად ვერ ამიხსნით მაშინ სხვანაირად ამიხსენით ხო თუ არ გჯერათ ღმერთისა ეს რისხვა არ არის ოჯახს მოწყვეტილი 20 წელით ქალები რომ დააბერდნენ ქარეთ და გაუთევლად მოხუცის მოვლის შეიძლება და აქედან თავისი ნაშრომით რომ სახში იქით აგზავნი და რემონტი და მანქანა რომ აი ნახეთ სტატუსი უკვე შეუძინა ესე იგი ჩვენ სტატუსებს ვიძენთ ესე იგი გამომუშავეთ ფულს და ადგილობრივ ხალხს სტატუსს ვაძლევთ ამ ჩვენი ფულით მანქანაზე დავშვით შვილი სტატუსი აქვს უკვე სახლი ავაშენეთ სტატუსი აქვს აი ეს არის სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია ფილოსოფიური მომენტები ეგ შესასწავლია არ გინდათ შემოგარგებოდა ასეთ ერთს ახლა ევროპაში გაერთიანება ვერ დამაჯერებთ რომ გინდოდეთ ახალგაზრდებს ექსორვილი აქვთ პოეტური არ მიდის განათლება ამას იმიტომ რომ ვისაც ევროპა უნდა იმას შეეტყობოდა იცი რომ ჩვენ ინტეგრაცია რუსებს ეტყობათ არ იძახიან მაგრამ ნამდვილად ეტყობა რომ ამათ უნდათ ინტეგრაცია და მოხდება აი როგორ ვატყობ ისე რომ შეინარჩუნოთ თავისი მეობა ყველაფერი ევროპული აზროვნება და მსოფლიო აზროვნება გადმოთარგმნეს რუსულ ენას აი რომელი გითხრათ მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის, ანტიკურიებო, ინდური, ჩინური, არ დარჩენილა არაფერი. ამას მე ამოწევ, კაცო, ხები კი არ მეუნებიან. მე თვითონ ვეწებ. კულტურული ომები რო არის, აბა ვინ სად არის, როგორ? საქართველო უფრო და უფრო უკან მიდის. ეთყობა კიდევაც აი დემოგრაფიულად აღარც გამრავლება არის. ახალგაზრდები დაბნეულე, შიზოფრენია შევიდა. ახალგაზრდებში ამ ინტერნეტით გარყვნილება შევიდა. როდის იყო ქართულ სივრცეში გოგონებში იყო ლესბოსელობა. მე არც წიგნებში წამიგითხია ეგა. არანაირი არ ქონდათ მოთხოვნილებაში არავის. და ამ ინტერნეტმა რო შეიარაღდა ეს ახალგაზრდები, მაინც გინდა ახალი ხილი და იცი აი წავიდა აი ლესბოსელობა, იცი, თურმე იცი, ტრანსგენდერობა ფსიქოლოგიური, იცი, მე არა ვარ თამარი და დამიძახე ვახტანგი. აი ეს საიდან შემოვიდა ხალხო? ეს ხო ჩვენი წარსული ეგ არის, ჩვენი კულტურა ეგ არის. და ეს ევროპა გითხრა ესეთი გახდითო? არა, შენშია ეგ რა, რომელსაც შეგიწყო ხელი იმ ვიდეო რგოლება, რომელსაც უყურებდა. რატო წიგნებს არ თარგმნიან? რატო ახალგაზრდებს აზროვნებას არ ასწავლიან? არ უნდათ, იცი, ახალგაზრდამ რო აზროვნება ისწავლოს, ეს დაიკავებს იმის ადგილს, ვისაც ახლა უკავია ადგილი და კახი კალაძე კი არ იქნება თქვენი მერე, რომელიც აბსოლუტურად ცარიელი თავით არის და საბჭოთა ტვინი აქვს. ახე გულაობს. თავიდან ბოლომდე გულაობს, მასხრად გიგდებ. და ქართველი ეგუება ამას რა. თუ მისი ყმა არ იქნებით, ამერიკაში გავარდებით სამუშაოდ. თვითონ კიდე გულაობს მანდ. რა პრობლემა აქვს, რომ დაეპატრონენ
ამას ქოცე ნაცური ხროვა დაპირისპირებული როგორია თქვენ დაწმუნებული ხართ ესენი ერთმანეთს უპირისპირდებიან და თუ დაუპირისპირდებიან როგორ არის ერთმა მეორემ უკვე რა უნდა წაართვას ქონება და ესეც მოხდება შეიძლება გააუქმოს აღარ მინდა ოპოზიცია თქვას ერთმა მხარემ და ერთ პიროვნული ლიდერის პოზიციაში ამოყოს თავი აქეთკენ მიელტვის როგორც ნაცები ისე ქოცები მაგრამ ჯერჯერობით ვინ ვერ აღწევს დომინაციას ხო ქოცებიც ვერ არიან დომინანტები მაგრამ სხვას არ გააჭაჭანებენ ეს ორი რა აბა მე დამიმტკიცე თუ ესე არის გამორიცხულია მანდ ვინმე შევიდეს ეროვნული მით უმეტეს ესე ყვერმილეც აუ გაგიზდები რა ამის ხალხი ბარახლო არის რა თავიდან ბოლომდე ეს ხალხი არის პენსიონერები და ბოლოს უშვებთ ინტერნეტის მეშვეობით ეს რომ არ ყოფილიყო Facebook-ი ამდენ დებილს როგორ გავიგებთ რომ საქართველოს ამდენ დებილი ყავს ამის ანალიზირებას რომ მოვახდენთ გამოსავალი რა არის მე მაგინება არ ერთადერთი საშუალო ღმერთი ხო და ამ ღმერთს როგორ გმობს ქართველი ერი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა იმიტომ ვისჯებით როგორ გმობენ იცი აი ქართველი ვარ ჩვენი მართლმადიდებლობა და თან ჩვენი მართლმადიდებლობა რა შენი მართლმადიდებლობა რა ზოთა დაფიქრდი რას ქვია შენი მართლმადიდებლობა რას წარმოადგენ რო გაუთავებლად ეს დღესასწაულები სადაც სასწაული არ ხდება ეს გამოსაჭუკებელი დღეებია უფრო სწორად გამოსათაყვანებელი დღეებს თქვენ აღნიშნავთ პორმარელები და ოჯახშიც კი გავეშებულებივით ერთმანეთს ეკინკლავებით ეს არა ხატი არა გაკ ის არა გაკ და რამდენი ხანი იქნება ასე სანამ ეს მთავრობა იქნება ხოჭით რომ მთავრობის შეცვლას აზრი არ აქვს იმიტომ რომ ეს ქოცები შეიძლება ნაცებით და ისე მაგათ შორის წავა დაკადაკა პირველობისთვის არ გააჭაჭანებენ მან არავის სხვას იმიტომ ეგრეთ წოდებული ეროვნული ძალები არის შარვალგამოხეული ფულის გარეშე მან ვერ მოხდები აი შარვალგამოხეული ყვერმილე არაფერი არ აქვს ხო და სხვათან არის შეტენილი ეს არის მათხოვარი და იმის მაგვირად რომ ვიფიქროთ გავერთიანდეთ ერთად ეს აგაიძვი ჩვენ გვაგინებს რაღაცა სულელური ტერმინი შეურაცხყოფელი ტერმინით დაასათაურა პასუხი ყურნებს როდის დაგიშვი კითხვა რომ პასუხობ შედამპალო შენა როდის დაუსვით ჩვენ კითხვა თქვენ დაუსვით კითხვა რას მე პასუხები აქა და აი ეს ავადმყოფი არის ნახეთ დაჯდა და რუსებს ეუბნება მოდით მოკალით ესაო ამის გამართლება შეიძლება აი ანტიგემერის ცნობიერება რო ამანაც იგივე გააკეთა რაც გიორგი სააკაძე და არის ხალხი რომელიც ამას გაამართლებს გიორგი სააკაძეს არ ამართლებენ და ამ ყვერმილეს არ გაამართლებთ იმიტომ ხართ მაგ დღეში გაუბედურებული არაფრით არ შეიძლება ხალხო ეს გაამართლოთ იმიტომ რომ ეს გზაყალაბნეულია ეს ცნობიერება უნდა გავასწოროთ უნდა შევუწყოთ ხელი დარიგებით მოფერებით არა მაშინ გავწიოთ გვერდზე და გაწევა გვერდზე არ მოусმინოთ ასეთ დებილს იყოს თავისთვის დებილი ეს გარკვეული ის არის საზომი შესამოწმებელი თურმე რამდენი ყოფილა გამოჭუკებული იჯექით ახლა და იძახეთ ახლა ღმერთმა გაგმრავლოს ყველმილესნაირი ხალხი და არ გაგიმარავლეთ ღმერთი გაგიმრავლეთ ნუ გეშინიათ და გამრავლებულც არ არის რომ რა რამოსასმენი ეს არის რამე გაისწავლით აზროვნებას გასწავლის არაფერი ზის იცი და სტალინი დიქტატურა გიორგი სააკაძე დიდგორობა აღნიშნოთ ჩვენი მართლმადიდებლობა ეს ლოზუნგები რა ეშმაკადგინათ და თვითონ არის გადაპანწალებული სხვა ქვეყანაში არის ბომჟა არ არის სასაცილო და გაგრძელდება დიდხანს იქნება სანამ ეს მთავრობა იქნება ყვერმილე მან ვერ შემოვა ხო ვერ შემოვა მან თავისი ნებით თუ არ გამოაგდეს და წლები მოემატება და სადღაც ჩაკვდება ბოლოს მოგეხსენებათ საქართველოში მკვდრები მიღებულია და ამის გვამიც რო ჩამოვა დიდი პატრიოტი არ გაგიკვირდო შეიძლება მთაწმინდაზეც დაასაფლავრო პატრიოტი კაცი იყო ხალხი გამოთაყვანდა ხალხმა ასე არ აიყვანეთ მთაწმინდაზე კოსტავა რა გააკეთა აი იცით როგორ ვიყავი რა გაოცებული ვიყავი მე რო ვაზროვნებდი და ეხლა ამას ხო იცით ირგვლივ ყველა ისეთი რომ მე უკვე თეთრი ყვავები თავარ ეს შენ რაღაცა პატრიოტი არა ხარ რა გესმის რას ლაპარაკობ რა შვაშია პატრიოტა მე ისმინდა ეს გმირი რატომ არის მეთქი გმირობა რა არის ვიცით ქუჩაში წინ და უკან სიარული და ბღავილი რუსების დედავატირე გმირობა არის არ გეთ რა და საბჭოთა კავშირი დაანგრია კაცო რანაირად ამას არც მეორე მსოფლიო ომში უომია არც პირველი მსოფლიო ომში არა დაიჭირეს სისულელი აზრების გულში მუსიკოსი კაცი თანად გამსახურდია ოჯახმა და გამოაშტერა რა
და გამსახურდია ეს მამის გამო ზვიადი ციხე აირი და ეს უპატრონო იყო 8 წელი ახეხინეს. გამოვიდა ნახევრად გიჟი. დაემთხვა იმ რაღაცას სულელურ მოძრაობას, ყვერული მოძრაობა რო ქვია და არაეროვნული და რითი დამთავრდა? რუსთაველზე გადაწვეს ერთმანეთი დაერივნენ. დაბნელდა ქალაქი, დაცარიელდა მაღაზიები და გავგიჟდით, ხო? აი ესეთი არის ჩემო კარგო რეალობად ახლა. ახლა გააძროგავა, ამას შეაფერადებენ და 100 წლის მერე იტყვიან, რა გმირები იყვნენ, ვერმილესაც მოიხსენიებენ. დიდი პატრიოტი გამიგეთ. ჩემო კარგებო, ისტორია ყველაზე ყალბი მეცნიერება რო იცოდეთ. თუ იგი გონიერი ადამიანის მიერ არის ფიქსირებული. აბა 9 აპრილი რო მიგმირეთ, მე ხო ვიცით ეგ რა მოხდა? თვითმხილველი ვიყავი მე და ეს ისტორია თუ ასეთი აწმყოში სწორად ვერ ფაქტებს ვერ მილაგებთ თქვენ და რა მოხდა ახლა მე-12 საუკუნეში ნეტა ვინ იცის? და როგორ ვენდო მე ვინც ჩაიწერა ეს და ვინც ჩაიწერა ეს არის ბაგრატიონები. და თავის თავზე ცუდ სიტყვიან, თუმცა ბევრი ცუდიც აქვს ნათქვამი ერთმანეთს რო დაერივნენ. ხო, ერთმანეთს და გადაეკიდა ერთი გვარი და კაცო, მაგ პატარა ტერიტორიაზე შეიძლება 5 სამთავრო და 3 სამეფო იყოს? ეხლა ეგრე არ არის. ძალაუფლებისთვის აგერ ცალკე მართლმადიდებლობა შეცვიდნენ, მღვდლები, ჩვენს გვინდა ძმაო წილში ჯდომა. მთელი ხალხი ჩვენკენ არის, რელიგია, ხო, ამათ ყველაზე მეტი უპირატესობა აქვთ, რო იცოდეთ. ყველა დეპუტატზე დაფასებული მღვდელია საქართველოში, რო იცოდეთ. ყველა დეპუტატზე. დღეს ხარ დეპუტატი, ხვალ აღარ იქნები და დაგივიწყებენ. აი მღვდელი, სიკვდილამდე მღვდელია, წმინდანი არის და რომ მოკდება, უფრო წმინდანი ხდება, მისი ხატით შეიძლება დაკიდონ. ამიტომ ეს უფრო პრესტიჟული გახდა ესა და მოსახულების გამოთაყვანება, გამოჭუგება სახეზე არის. ამ გარემოებიდან გარბის ხალხი და სხვა ქვეყანას მიაშურებს და ძალიან გაუსაძლეს პირობებში მუშაობენ. არალეგალურად მუშაობა უფრო გაუსაძლესი არის და ვინც აღწევს ლეგალურობას ცოტა ამოისუნთქა. ბევრი ხო არალეგალურად არის. მე ხელსაც ჩაიქნევენ, ახლა საღამო გაიქცენ, საქართველოსთან გაიქცა. ახლა სად გაიქცა? დიდი უკან რო დაბრუნდეს ვის რა თუნდა. ხო, სამუშაო არა, არაფერი არა, ვის ხომაზე იქნები. ესეც გაწუხებს გამე. საშინელი მდგომარეობა ხალხო რა. მე აქედან გამოსავალს ადამიანურ მე რო გამოსავალს არჩევნებში ვხედოდეთ რას ლაპარაკობთ ხალხო. არა, გამორიცხულია. ვინ რა, რომელი არჩევნები, ვის ვირჩევთ? აგერ არ არის ორივე წარმოადგენელი არის აგერ ქოცები, ნაცები, განათლებული ხალხია, დიპლომიანებია. გადახედეთ, ყველას დიპლომები აქვს, ნაირფეროვნება არის, შტანგისტიც აყვავს, ფეხბურთელიც აყვავს, მოჭიდავეც აყვავს, ეროვნებიც არიან რა, ნაკლები ქართველები არიან? აბა შეეჯიბროს ყვერმილენ. აბა არ არიან ქართველები, იჭიდავეს, ჩემპიონები არიან, საქართველოს სახელი გაუთქვეს. რატო არ არიან პატრიოტები? არა და აგინებთ თქვენ, ხო, ზოგი ერთები. რა არის რომ ქოცებთან არიან? რა ეგ ნაცებთან არ არიან სპორტსმენები გონიათ? ძალიან ისეთი ის არის რა ტრაგიკული მდგომარეობა და ჩემოსულა დაუთმოცხლა მიკროფონი. სალამი, მადლობა დროზე. მაგაზე ფიქრობდი გუშინაც თქვენ რო ისაუბრეთ, რატომ არიან შეცდომაში შესული ძალიან ბევრი ადამიანები. აი, როდესაც არ დარჩათ მისაბაძი გმირები, ყველამ გაუმტყუნა. მე ვარ თქვენ ფსევდოგმირებს, მაგრამ ისინი გულწრფელად აღიქვამენ მათ გმირებად. და ის უნდა მათ დააფიქსირონ ჩვენ საიდან ამოვდივართ. ისინი ვერასოდეს ჩვენ ვერ გაგვიგებენ. ბიბლია ამბობს ამას. ვერ გაუგებს ხორციელი სულიერს. მაგრამ მე მესმის და კიდე მინდა რომ გაუგო მათ. გესმით? მაგრამ ისინი ვერც ცდილობენ, იმიტომ ვერ გაიგებ თუ შენ ღმერთის სიტყვასთან ვერ მიხვედი და მე ძალიან ბევრ რამეს ვაკვირდები, ქექავ, აი რა არის, რა მოხდა მათ ცნობიერებაში, რომ ესე უცებ ვიღაცა ფსევდოგმირები გმირები გახდნენ. და არც კითხვას არ ასვამენ. ლაპარაკია თუნდაც აი კოსტავა ზვიადის ფენომენზე, ხო? და მით უმეტეს როცა ზვიადი აი ამ სიტყვებით манипуლირებდა, ასევე კოსტავაც, მაგრამ ზვიადი უფრო манипуლირებდა ქრისტიანობა, ქრისტე, სულიერი მისია, ბარაბას გზა, ქრისტეს გზა და ეს ხალხ დაიბნა ხალხი ამითი. და ვერც მართლმადიდებლებმაც კითხვები ვერ დასვა. გამბედავდი რომ ხალხის იმაზე სწორდებიან, ხო? ხალხი როგორ გადავა ესე. და აი ამ დაბნეულობაში ადამიანები და როცა ჩვენ ავსვენ ძაფრად, მე სპეციალურად ძაფრად ვამბობ, რომ მეხივით ეცემა მაგათ თავზე. კომენტარებში ხო ჩანს ხოლმე ყველაფერი, ხო? და ვიღაცები აი ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ ისში არიან გადასულები. მე მაგათ მინდა რომ ყველანაირად გავაგებინო, რომ მე თქვენთანა ვარ ამ საკითხში, ოღონდ ეს არ არის ქრისტიანობა.
და ქრისტეს ნუ გადააყოლებთ ამამე. ეს ადამიანები ქრისტიანები არ იყვნენ და აქ მართლაც იგებენ ხო ძალიან ბევრი და ბევრი მოდის, იმიტომ რომ ამათ ეხლა ამ კატეგორიას ყურნები, ხო, ყურნების კატეგორიას შეიძლება ვეღარ ვშველოთ ჩვენ. ვინ ახალგაზრდა იყო ძველი, მე იმედია მე ლოცვობთ, მაგრამ მე შორსა ვარ ამ აზრისაგან, მაგრამ ხო არის ნეიტრალური მოსეირე პიროვნებები, რომლებიც აი დაბნეულები არიან უკვე როგორ გაიზარდნენ ეგენი, უკვე სულ სხვა თაობა მოვიდა, ესე იგი, რომ მოირყო ეს საბჭოთა ღირებულებები უკვე ნახეთ, სკოლა გააწყვეს უკვე ამ ახალი გბირებით. და ამაზე გაზარდეს, მე ამას დაემატა პატრიოტიზმი, ჯარში წასვლა და ხო არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ეჭვის ქვეშ დააყენეს უკვე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხედავენ რომ რაღაცა ნიტო არის. და ზუსტად აი აქ მოდის პიროვნებები ჩვენ და ჩვენ თავს ხო არ თავაზობთ არავის ჩვენ თავს არ თავაზობთ იმის ჩათვლით რომ ამოწერა არხების და რაღაცეების. არა, ჩვენ ვამბობთ, ვინ არის მისაბაძი, ვინ არის ის გმირი, ვისაც ჩვენ ვიბაძვ და ვინც არის კონსტიტუცია. ახლა რა მაგარია, როცა ღმერთი ყოველთვის ჩვენ ყველანაირ სიტუაციაში დარიგებას გვაძლევს. სხვადასხვა სიტუაციებში რომ ჩვენ ზედმეტი არ მოგვივიდეს არაფერი, არ გადავამეტოთ, არ ვიჩქაროთ ადამიანზე მიტევება სისუსტის გამო. და არც გადავამეტოთ და სულ მძადყოფნაში ვარ ჩვენ. თუ სატანა ხო ჩასაფრებულია რო გვიბიძგოს. ვილაპარაკეთ დასაფლავებაზე ჯიმ კარტერიც, ხო იცით, ჯიმ კარტერი ძალიან ქრისტიანობდა, 100 წელიც იცხოვა, რიბელი კაცი იყო, მოდი ვთქვათ, ვინც იცის მისი პოლიტიკა და რაღაცა ვერ გაამართლა მისმა პოლიტიკამ, იმიტომ რომ ძალიან რიბელი კაცი იყო და ქრისტიანობასაც რაღაცას შეფარებული ყო. ეხლა იმის ფაქტი რომ კამალა ჰარის მიცა მომაკვდავ ადამიანმა არჩევნებში და არა ტრამპს, ხო? ესეც ბევრი რამეზე მეტყველი რო იცოდეთ. არ ვიცი ვინ გააკეთებინა როგორ, ხო? უბრალოდ დასაფლავებაზე გუშინ კიდე კადრები გამოვიდა რომ კამალა ჰარისი და ისინი აი ხარხარით იცინოდნენ. ნახეთ ესე იგი ერთი კატეგორია გვაქვს ჩვენ დასავლეთში რომ ესეთი უკვე ბუდიში და უკვე ეს არის რა იგნორირება ღმერთის და ღვთაებრივ და მეორე კატეგორია გვაქვს რომ ამოვთხარეთ მკვდარი გაბრიელი და კიდე დასტირიან ქალები. მე თვითონ ნახე ესა. აი დატირება რაც არის დასაფლავებაზე კიდე მომტირალები მინიმუმი 6 ქალი იყო მე რო ვნახეთ. აი წარმოვიდგინე ორი უკიდურესობა სამყაროს. ესე იგი სატანა ჩვენ ორი მხრიდან გვატყუებს, გესმით? ორივე მხრიდან. ერთი არის აი ესეთი საერთოდ ცინიზმი, რაც მოხდა ახლა, ხო? საერთოდ აზროვნების გამოცდილებაც არ აქვს საქართველოს. და ჯერ მარტო მაგითი რა დღის ქართულ ენაზე როცა ვისმენ ჩვენ თუნდაც კლასიკური აზროვნების ისტორიას, ხო? დახეთ რა ხო და ამაზე აშენდა ახლა მოდი თქვათ, აბა სხვანაირად ვერ გააწყობდნენ ახლა ქრისტიანებმა მონაწილეობა არ მიუღეთ აქ დემოკრატიის და მის მოწყობაში რო იცოდე. გავლენა იქონიეს, მაგრამ დემოკრატია ხო ვიცით ჩვენ განსაკუთრებით ამერიკული დემოკრატიაში გამანათლებენ როგორი როლი ითამაშეს და მათ ყველაფერი ესე მოკრიბეს, შეკრიბეს, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. ევროპის კონფლიქტები, რომელიც იყო რელიგიურ ნიადაგზე, გაუთავებელი ომები. ხო და მე ამას ფრენსის შეფერი ყველა ლაპარაკობს ქრისტიანები, ვინც მეტრალოდ იცნობს, ხო, ისტორიას, კაცობრიობის და იმას. რა როლი ქონდა ეკლესიას, რა გააკეთა პროტესტანტიზმმა, რა გააკეთა თვითონ ამ გამოღვიძებამ, ხო, როცა ეს ჩაირთო ეს პროტესტი, როგორ მოხდა მე ჩამოყალიბება დემოკრატიების. და ამას როგორ ხდება ჩანაცვლება მონარქიის, ხო, უკვე საქმოსნები, ბიზნესმენები ესენი იღებენ და ყალიბდება დემოკრატიაც. ანუ ძალაუფლების განაწილება და აი აქ დიდი როლი ითამაშეს ამ მოაზროვნებამ, რომელსაც მე ბევრს არ ვიცნობ და აქ ბატონი თეოფილე გვიყვება მათ შესახებ. და რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა, რომლებიც დასავლეთში ჩვენაც ხოვთ, ხო, სულ სხვანაირად არის აწყობილი. აქ ისეთი ბერკეტებია ჩადებული, რომ აქ არ უნდათ კონფლიქტი მოხდეს, გეტყვით, ცეცხლის ისინი წყაროებს ჩქარა აკრობენ. სხვაგან გააჩაღებენ, მაგრამ ადგილზე აქ არ რეგულაციები ხდება. აი განსაკუთრებით უნდა ვთქვა, ეს ახალი სამყარო რო ქვია, ახალი სამყარო. სულ სხვანაირია მიდგომა აქ რო იცოდეთ. აი თვითონ ნაციონალიზმი ევროპამ ამას თავი ვერ გაართვა. აი თვით ინგლისმა ვერ გაართვა თავი. იმიტომ რომ მაინც ტრადიციებში ჩარჩა და ეს მაინც ძაბავს სიტუაციებს. გესმით? როცა აი აქ უკვე რო გადმოუვიდნენ ის ინგლისური ალბათ უფრო ნაღები წამოვიდა, უნდა თქვა, ზოგი განაწილდა ავსტრალიაში, ზოგი კანადაში, ზოგი ამერიკაში, ხო? და მაინც დაიწყეს რეგულაციები ამისი, რომ ყოფილიყო ქვეყანა კონფლიქტის გარეშე და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ. და ამიტომაც ახლა ბუნებრივია ჩვენი გაერთიანება ძალიან სწორი ის არის, მაგრამ ჯერ ამერიკამ უნდა მოაგვაროს და შიდა განაწეს. მაგრა კანადას მოგვარებული. პირველი მოგვარება ეგ არის რა, აღრიცხვიანობა თანხების და მეორე დისციპლინა და წესრიგი. ეს უნიკალურია მაგ ხოლმე. ასეთი ამდენი ქვეყნიდან ხალხი შემოიყვანო, 2 მილიონი დაგვესხა ხალხო, 2 მილიონი ინდოელი დაგვესხა თავზე პირდაპირ გაგებით გეუნებით, მაგრამ არ შეძრულა ქვეყანა. იცით როგორ წესრიგი, იმიტომ რომ ეგენი არალეგალურად კი არ შემოვიდნენ.
მაინც გაფილტრიდან ფილტრით შემოვიდა და იშვიათი ახლა კრიმინალი არის ძალიან ისე დონეზე დაყვანილი რასაც ვერ ვიტყვით ამერიკაზე ხო იქ მორღეული ღობე არის ის რო არის ხო რაც გინახავს ვეღარ ნახავ თუ დაკარგული 64 რო არის იმას რო აქვს ღობე ხო კალბახელიძეების ღობესავით არის ისა მიუხედავად ამისა მეთქი რომ მაინც აქ აწესრიგებენ და რატო აწესრიგებენ აი ეს დაგროვილი გამოცდილება რაც იყო ძველი არქაული ანტიკური ფილოსოფიის შემდეგ აგერ განმანათლებლების ყველაფერი ესენი ეხმარება ამათ რომ გააკონტროლონ ადამიანებთან ურთიერთობა იმიტომ მარტო აქ ახლა შენ ქრისტიანული იმეებით ხო ვერ იმოქმედებ იმიტომ რომ აუცილებლად აგიჯანყდება ხალხი ამიტომ მოილაპარაკე სეკულარიზმს და აი ეს ფორმა უფრო მისაღებია ვიდრე ის ტოტალიტარული თქვენთან რაც არის დღეს იყო ჯორდან პიტერსონის განცხადება იყო ხო $500 არის ლექცია მასთან ბილეთებს ყიდის ნიჩზე და ქადაგება მთაზე ნახეთ რა კამკაც თავში რა ვიცი რა სუმბურლო მაგრამ ნახეთ როგორ ჟღერს მისაბაძად ხო და ესეთი ხალხები ახლა შედარებით მოაზროვნე ადამიანები რომლებიც ცდილობენ ხო ბევრი რაღაცები იმასაგან წამოწიონ ყავ დასავლეთში აქა ძალიან ყავ ხო და ჩვენ კიდევ ვინ აყავს არუნ ხათრი ყავს დეტოქსი როგორ გააკეთოს ქართულმა ხა ქართულმა თუ დეტოქსი არის ის როგორ უნდა განიმუხტოს აგერ მოусვით კვიციანს და კვიციანი გეტყვის საფერავით გული როგორ უნდა დაიმშვიდო და ხალხი მაინც არუნ ხათრის უსვას 70-80,000 შესულა ხალხო ესე დღეში აღმოაჩინა ამ შაბნელმა რელიგიამ პირდაპირ გაგები შაბნელმა რელიგიამ და ეს ქვაბი ვინ შემოდგა აი ეს პატრიოტებმა და ამ თქვენმა ისტორიზმმა. მამამისი არ იყო ეგეთი რუსებთან ესეთი მოძულე კონსტანტინე გამსახურდია, ვიდრე ზვიად გამსახურდია. საერთოდ მოწამლა რა ამ ისტორიამ რა და მე ანტი როცა უკვე ესე ეპყრობოდნენ იმან უფრო გაამწარა გააბრაზა და უკვე ყველა სტრადაჟი ყავდა და ეს შხამი ხო გადაეცა მის შვილები იქნება თუ შვილიშვილები ახლა ესენი ნაბუშრები არიან ყველანი ხო ვინც ესენი გააკერბას და ვერ ხვდებიან ესენი როგორ მიხვდებიან როცა მათ ბიბლია არიციან ბიბლიაზე ალერგია ქონდა ხო გახსოვთ ხო უბალ ვალჰალათი უფრო მოხიბლული იყო ეს არის ჩრდილოური ქვეყნების გახსოვთ ხო ვიკინგებში არის ეგეთი ისა ჩრდილოური სკანდინავიური ღმერთების მითოლოგიის მაგით უფრო იყო რატომ მებრძოლი ღმერთია ყორანი რო იყო აქ შემოსული გამოჩნდება ნიუანსებში რა სატარებს და როგორ ატარებს და ბიბლიური ღმერთზე საერთოდ ისიც კი ვერ გითხრა ჩვენ აი საეკლესიო ის კანონი რო აქვს მაგათ ხო მართლმადიდებლები რომელთაც ხელმძღვანელი იმიტომ რომ ცხენია მას იმიტომ რომ ვეღარ გაიგებს ეგა მებრძოლი ვეღარ იქნება გახალეჩილები არიან ეგენი ამიტომ მიანდობენ თავის სულის ხსნას ვიღაცებს ხვებს პატრიარქსაც ვერ აგინებენ ეგენი წესია თუ ზვიადის ხა პატრიარქს რატო არ უნდა შეაგინო პატრიარქს რო შეაგინოს იქ ბევრ ხალხს გადაიკიდებს ხედავთ რა ყურუმსაღი და მამაძაღლი არის ეგა ასე რომ ჩვენ ვერ მოვტყუდებით იმიტომ რომ ეს მანქანა რო ჩაირთო აქა ხო ამის უკან დგას ღმერთი რომელიც ადამიანს აძლევს ამ ენერგიას ამ სიყვარულს რომ მისი სახელი გატანილი იქნას და არავინ არ შეელახოს და მაგის უკან ვინ არის ბრბოზე წორდება და ბრბო ხან ეკით არის და ხან იქით არის ხო ასე რომ არაფერი არ გამოვოთ მასეთ ადამიანებს აი ეს მინდა ბატონო ზომე თქვა ახლა ბევრი არ მინდა რომ გადაგწვირთოთ ხო კიდე თქვი და კიდე იმას ვიზამ კი არ მეგონა რომ თქვენ ნანახი არ ქონიათ ხედავთ რამ განაპირობა ვახუსანეს დაპირისპირება მაშინ რა და ტელევიზიით რო გავიდა ეს თავის იმაზე ატვირთული კი არა აქვს ხო საინტერესოა როგორ გახსნას მოუძებნიან რა თქმა უნდა გიორგი სააკაძე თუ გემირი არის ასეთ გაგებას ამასაც მიაწებებ რომ არა ეს რა თქმა უნდა პატრიოტია და კრიტერიუმი პატრიოტობის რა არის ქრისტემ ძალიან ისეთი დაგვისახა ძალიან მაგარი შესამოწმელი ფორმულა დაგვიტოვა ხე ნაყოფით იცანით აი ამას ვერ შეცვლის ვერავინ ნაყოფით როგორი ნაყოფი აქვს ეროვნულ მოძრაობას გამოჩნდება არ გვინდა ახლა იმის ბრალი ამ ნაყოფი რა იყო დაიხოცა ხალხი აი ამ მოძრაობას ნაყოფი ქონდა სიკვდილის გრევის და რატო არ მოხდა ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში რატო არ მოხდა ეს ისეთ ქვეყანაში როგორიც არის თქვათ ბელორუსია ხო რატო არ დაიშალენ ეგენი და რატო არ დახოცეს ერთმანეთი ცდილობა იყო დამთავრდა ცდილობა რაღამ ადამიანი ჩვენთან მოხდა ესა ამ ეროვნული გამოხტომებით ხო აი უკრაინა ნახე აი მაგალითად აი უკრაინაში მოხდა და ხდება ხუცება ხალხი იქა 9 მილიონი ცოტა ახლა მეტი იქნება კიდე რამდენი ხეიბარი იქნება რამდენი მთელი ცხოვრების მანძილზე უფეხო დარჩება ახალგაზრდა და უხელო მაგას ვინმე მოუგლის აი ჩემო კარგებო მე ოჯახები გაიქცა გარეთ და გარეთ ძალიან ხელჩაქნეულები არ არიან სასწრაფოთილება არ არის რომ უკრაინელი გოგოები ბარდელში მუშაობენ ეს ამავე რა სურვილი კი არ არის მაგათი სასწრაფოთილების გამო ზოგმა სხეულის გაყიდვა დაიწყო აი რა დღეს ჩავარდა უკრაინა და არ შეჩერებულა რაკეტების ჩვენა კიდე აი ახლა მაგალითი აგერა გვაქვს არა ჩვენ მაინც
გონია რომ ჩვენ არ რუსები დავასუსტოთ. აცალე ღმერთი გააკეთებს ხო შენ ქვეყანას მიხედე. მოსახლეობას ნუ გაწყვეტავ წელში რა. შენი ხალხი გაყარე და ინდუელები და ჩინელები შემოყარე და ის აგიშენებს სახლს ახლა. რა ვიცი ახლა მაგათი აშენებული სახლი. ხო შეიძლება ღმერთმა ისე გამოიყენოს დასაჯელად რომ სახლები დაინგრეს მიწისძვრაზე. და დარწმუნებული ხართ რომ ენდობით. სად ახლა ქართველი რომ მორწმუნე გაგიკეთებს სახლს და იცის რომ ღმერთს უკეთებს თუ მორწმუნეები ხართ. და პირდაპირ გადასარევი ხალხი ეს მორწმუნე ხალხი სად გადაიყარა სხვის ქვეყანას უაშენებს. სხვის მოხუცებს რომ მორწმუნე ხალხი უვლის ეს ჩვენმა რა დააშავა. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს ახლა Facebook-ის პატრიოტობა აღარ გამი, ყველაფერი გამიგია, მაგრამ Facebook-იდან პატრიოტობის ახალი რამე არის. Facebook-იდან ინტერნეტის შორიდან აზროვნება გამოიყენოთ, წიგნები გაავრცელეთ. ახალი წიგნი ჩაგივარდებათ ხელში, სხვას უთხარით, აი ეს რაღაცა ვნახე, იპოვნეთ რა, მოძებნეთ რა. მე არ მომისმენია რა ქართული მიდან, მე ვერაფერს ვერ ყვავ. ქართველმა მე ვერაფერი ვერ მომაწოდა ამდენი ხნის მანძილზე. მიქნებოდი ყუმი ახლა ქართველზე რო იყო დამოკიდებული რა. რა არის რა შურიანი ერი ვართ, რა ჯანდაბა არის ესა. ან რა გახდა ესა რა, ეს გაუთავებელი რაღაცა შეჯიბრი ვინ ჭკვიანია და ვინ არა და რატო ჩაქრავთ ჭკვიანები თქვენზე ნაკლებთ. აი რა დამკიდეთ ვინ არის ჭკვიანი. ჭკვიანი ერი ასეთ დღეს ჩაიგდებდა თავს. აი რა მათხოვარი ერი ვართ. სახელმწიფო მათხოვარი გახდა. საიდანაც მათხოვრობს თვითონ პირველს იღებს და მოსახლეობას არაფერს არ აძლევს. შინაარსით მათხოვარია. მაგრამ ცხოვრების წესით მდიდარია. იმიტომ რომ იპარავს ყველაფერს და რაც რესურსებია ყიდის ისე რომ არაფერს სარგებელი არ აქვს მოსახლეობას. აი თუ რამე არის რა ეს აი რაღაც მიწის ქვეშ თუ რამე არის ან ოქრო ან რაღაცა რამე ჩანს რომ ქართველებს ადგილი რამეში. შემოყარეთ ჩინელები, ინდუელები და არ უნხათ რა იქ იმბაშად დაასვით და მართლაც აი ეს მაგის პუბლიკა, ჩამოსაწერი ხალხია. აი ესენი შეაგროვეთ ერთად და მიხვდებით არჩევნები გაყალბა თუ არა. აი შედარებით რა ეს ხალხი რა. ხო, შედით რამოდენიმე იუთუბერების, შედით ხალხი გამოწერი რაოდენიმე და მიხვდებით არჩევნები გაყალბა თუ არა. ზე პირადი ძახი. ბიჭო, პატრიოტ ალიანსს ნახეთ რამდენი მსმენელი ყავს. არ არის ცოტა ხო? 14000, თქო არ არის ცოტა. იქით კიდევ 20000 ერთს, მეორეს კიდევ ერთად გამოდის უკვე 1 მილიონი. და მე იძახით გაყავდა არჩევნებიო. ამით ისარგებლა მთავრობამ. ამა ხალხს რა უნდა დაასწრო, და ლოზუნგები განაცხადა. ეხლა კიდე რა კიდე აშოშმინებს. დავიჭერთ სასამართლოს გავმართავთ 2008 წლის ომის მაგრამ რა დროს ეგ არის ესენი ვერ არიან დაალაგებულები. თახი რასაკეთებენ რა? ვის დაიჭერენ მე ვერ გავიგე რა. აი რა ვინ უნდა დაიჭირო? აი რანაირად უნდა დაიჭირო? დასაჭერი არის ბიძინა ივანიშვილი. მაგან დააფინანსა ეგ ომი. ეგ არ იყო კაცო 2008 წელს მან და თუ იმაში კორეაში იყო. მაგიზნების გარეშე რა იმოხდებოდა? ეგ არა ფინანსებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რა, არ თქვა თვითონ, თუ ჯორი მოუგონეთ. თვითონ არ თქვა. ამიტომ თუ დაჭერა არის, დაივიჭეროთ ბიძინა ივანიშვილი. კონფისკაცია გაუკეთოთ. მე მივაყოლოთ ვინც მაგასთან არის და ესე მთელი საქართველოს იქნება ციხეში. ეს იგი გამოსავალი არ არის დაჭერები არა. დაჭერები ხო გადაყარეთ ხალხი და ამასობაში ფსევდო ეროვნულობა აღორძინდა. პატრიოტ ალიანსის სახით არის ტელევიზია და ზიან პატრიოტები. დავიდა წელები 30 წელიწადი შეიძლება ტელევიზიიდან იყო პატრიოტი. Facebook-იდან შეიძლება იყო 5 წელი პატრიოტი და 4 წელი. და ერთობოდე. ის რა არის მე ვერ გავიგე რა და როცა ამას გაანალიზებს კაცი რატო ვარ მე თქვა მტერი ვინმე შეგვიძლია დამტკიცოს და შე რატო ხარ მოყარე. რა შეკეთებ რომ ჯერ ერთი ყველანაირად კანონს არ ღვევს. არალეგალურად ვინც იმყოფება გარეთ, იმას ხმა არც აქვს გამოსაღები. კანონს არ ღვევ იმ ქვეყნისას. მე ხო ხედავ არ გიღებს ქვეყანა, დაბრუნდი რა შენ ქვეყანაში. არ გიღებს ქვეყანა და არალეგალურად რატო უნდა იყო? ან მოიპოვე, ან დაბრუნდი შენ ქვეყანაში, ესე იგი ღმერთი არ გიშვებს. და შენ ქვეყანას გამოადეკე ახლა Facebook-დან ლაპარაკს, არ ჯობია ქვეყანაში ქუჩაში გამოხვიდე, ან ტელევიზიაში დაჯდე და ილაპარაკო პატრიოტიზმზე თუ გინდა. აი მაგალითად ყვერმილი რასაც აკეთებს. ტელევიზიიდან ეგ არ შეიძლება. ქუთაისიდან არ შეიძლება ეგა. არალეგალურად დაწანწალობს იქ რა, რომ სტატუსი აქვს, იქ არ მოусმენენ. ესეთია ქართველი საქმე საფრანგეთშია გამიგე. გააგდეს, თან ესე არავის არ გაუგდია. არავის ეგ არ გაუძევებია. გაგდება ხო მთავრობა აგიტოს აღარ დატოვე. სამსახურიდან ვინც გათავისუფლდება, გამოუშვებენ, ის ყველა საზღვარგარეთ უნდა გაიქცეს.
რა მაშინ მიღაიქრება. გამოუშვეს ჯარიდან. ნუ არის რა მოხდა რა დაიშალა. აღარ არის ამერიკა გამოვიდა ავღანეთიდან და მოხდა რაღაც გარკვეული ცვლილებები. და ვიღაცები დატოვეს სამსახური, დაატოვებინეს. და სამსახურიდან გაგდება, საქართველოსთან გაგდება არის. გაბრაზდები რომ სამსახური დატოვე და იწყებ რაღაცა გენებებს და მე შეგეშინდება და ტოვებ ქვეყანას. მე სამსახურიდან კი არ გამოვგდივარ ვისაც, იმიტომ კი არ დატოვე საქართველოს. არც არავის საქართველოსთან არ გამოვგდივარ, არ გჯერათ. კი არა ხო ხედავ რა ამბავი ატეხეს, წაიყვანა, წავიდნენ, ნიჭიერი ხალხი წავიდა, რა დღეში იყვნენ, იცი? გენოფონდი დაგვაკარგინა. აი 94-95 წლებში იყო პირადი საუბარი, აი გენოფონდი. თითქოს ახლა სულ ჩვენზეა დამოკიდებული გენოფონდი რა, ვინც აგავართ. კარგით რა კაცო, არ გავუგდო მე სახელმწიფოს არ გავუგდივარ. მაიზულ მეუბნებოდა ჩვენ წაგიყვანთ, ხო მოგიყევთ იცო. მე ვთხარი არა, არ მინდა. მე სად მიშვებ, მე უნდა წავიდე, აღარ უნდა შემოვიდე და შენ ახლა ხელს მიწყობ მეთქი? უშიშროების კომიტეტის მაღალ ჩინოსნები მეჯდა სახში. ნუ ეს ხო ტელევიზიაში არავის არ უთქვია. მაღალ ჩინოსნები, ხალხო, მაღალ ჩინოსნები. განა იყო რაღაც პრასტაკონკები. 3 საათი ტვენისერეცხვას მიპირებდნენ და ვერ გარეცხეს. რომ წავსულიყავი ჰოლანდიაში თავისი იმეებით, ბილეთებით რა. ბიჭო, ამას უშიშროების კომიტეტი ააკეთებდა, წარმოიდგინეთ და. შვილს რომ ის არ ჩაუტყეს, მე არ წავედი. და მე ხო წებოდნენ წადი და მეუბნები კაცო, სად მიშვებთ? უნდა დავტოვო ქვეყანა და როდის აქეთ დაიწყოთ რა გადაირივნენ რა. გადასარევია ხალხი. რას აშენებთ ვერაფრით. მოკლედ მე არ გაუგდივარ არავის. პირიქით მეუნებოდნენ წაგიყვანთ, შვილსაც ჩამოგიყვანთ, ხოლო ეს ხალხი იმას მიქენი, შემიკერეო რა. არ შეუგერე ეს ხალხი. არა, მე წადი და შენ თონივასე, მე ჩემი საქმე არ არის. მე ვერ მოვატყუებ ამათ. აბა რა უნდა ეკნათ და აი ვითომ აი რაღაცა გავეწამებინეთ, გამიგე რომ არ გავეშვით მერე საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ეს მოვასწარეთ და იმ ღამეს წამოვედით ავტობუსით. რომ დაირეკა ტელეფონს. ვი აღარ დავხვდი. მე დავპირდი, ისე არ მომიტყუებები, ვაპირებდი და ვიღაცებმა მითხრეს, მოიცა, რატო აკეთებ ამასო? თუ წასასვლელი რა დროს ამეების საქმეების გარჩევაო და ყურად ვიღე ეგ შეგონება, თორე პირადული ამბიციები ჩაერთო და ერთი თქვენი გამოვალ ხვალ დილით 11 საათზე თქვენთან მეთქი. უშიშროების სამსახურის უფროსი იყო. მაშინ თავმჯდომარე მაგათი იყო გიორგაცე, გაგდებული რო არის ახლა რუსეთში. ფული გააკეთა მაგარი რა. ხოდა დაწყნარდნენ რომ შემიპირეს რომ დილით 11 საათზე სტრელკა დამინიშნეს უშიშროების სამმართველოში, ხო? და მე და მართლაც ველოდები. მოვიდნენ საღამოს და რომ თქვი ეს რა. მოიცა კაცო. რატო უნდა მევიდეთ რატო რა საჭიროა? მოდი ამაღამე დავითესოთო. დამიჯდა ჭკუაში და წამოვედი და 11 საათამდე მელოდნენ და რო გადავლახეთ საზღვარი. მერე დაირეკა და ჩემ ძმამ ტელეფონზე რო აიღო და არეკეს, იცი რო არ მივედი, სად არის და რას ლაპარაკობო, საიდან რეკავთ უშიშროება. კიდე არისო ჩემ ძმამ აგდებულად. კიდე არის კგბ-ო. ამიგე და წავიდაო, საწავიდოთ. ესეთი მით. გვაჯობაო რა, ესე იგი. საზღვარამდე თუ მოხდებოდა ზარის დარეკვა, ეგ გადარეკავდნენ და გაგვაჩერებდნენ. შურს იძიებდნენ რა, რომ მე არ შევასრულე მათი ნება, ფული რომ ბილეთებზე დაბრუნდეს და ჩვენგან ფული ვერ გააკეთეთ. გადავედით საზღვარზე და მერე დაურეკიათ. всё, ჩვენ უკვე იქით ვართ. ახლა დავაბრუნებდნენ ეგ. ამორიცხული. იმიტომ რომ არაწესიერი იმაში მხილებული იქნებოდა ნამხელა ხალხი ეგრე სად არის? რა გინა, რა გაგვიჭირე საქმე? სად გვიშვებ ამ ჰოლანდიაში? დამანები რა თავი რა. ასე რომ რატომ მოყევი მაგას, იცი? ეს ყვერმილები საქართველოს გააგდო. სამსახური ხო აღარ უნდა ჯარისკაცია რა, ჯარისკაცი, რა უნდა გააკეთოს სამან? ოფიცრად ეს არის ვარგებს და არაფერი და თორე დაიტოვებდნენ. და პოლიტიკოსი და ამისგან არ შედგება ხო თავში სისულელეები აქვს და თუ არ გჯერათ შეამოწმეთ ყველა მისი ვიდეო და ესე ზეპირად უნდა იწყებთ იმას შეამოწმეთ და დასკვნა გამოიტანეთ. მოусმენთ რამოდენიმეს. ვერაფერს იქიდან ვერ ისწავლით. ინტერნეტში მასალებს მოძებნის, თავის სულელური მას დავგა, აგინებს ევროპას, ამერიკას და ყველაფერს აგინებს. და ეს რა პატრიოტობაა, მე ვერ გავიგე. რას გვთავაზობ? ხო, ეს არაფერს არ გვთავაზობს, თეოლოგიურად ბნელია, განათლება 0, თუმცა თulis ისეთ წიგნიერად არ თulis თავს, მაგრამ განათლებულად ჩათვალა. მე წიგნიერად ჩამთვალა და განათლებლად ჩამთვალა. ახლა ამის თავში ხო იცით რა არის? არეული ისენი აქვს, დომხალი. ხო და თავარი კიდე, რა უნდა და ჩვენგან ვერაფრით ვერ გავიგე რა, რატო გაგვიბრაზდა? ჯოგზე გასწორდა, ჯოგზე ეტაკნენ, იმასთან რატო მიხვედი, ეს არის და შეეშინდა. ეგ მართლმადიდებლობის მტერია. თვითონ ხომ არ იყო ესე განწყობილი ჩვენს მიმართ.
ჯოგს დაუჯერა საწყალმა. აი ეგ ჯოგი დაღუპავს მაგას. ჩვენთან კავშირიც გაწყვეტა და ჯოგის მხარიც დაჭერა. აი ამას ვის რა თუნდა ესე რომ ჩავიდეს ქუთაისის ერთ ამას ვინმე მოусმენს. ეს ხო გაღლეტილი კაცი არის. არც ტვინი აქვს, არც ფული აქვს და აი ამას პარტიასაც კი ვერ შექმნის ეგა. მაგასაც შენ უნდა. პარტია შექმნა მაგარი შენ უნდა მაგას. ენერგია უნდა, ფული უნდა. და ეგ არაფერს არ გთხოვენ ახლა საფრანგეთის ტყეში გაიარე, გამოიარე, ღამე სადღაც ათენებ, აი ეგრე წულაიას გადადის, გადმოდის და მიდის და ერთობი და გადაობდა როდემდე. შემოგაღამდება ცხოვრების გზაზე. წაიქცევი და მოგდები ამ ცხოვრებით კიდე რა ვიცი, შემოკარგებ. და მე რა გამიკვირდა, იცი, თქვენ არ ქონდათ ეგ მოსმენელი? აი YouTube-ზე ეგ 1000 რაღაცა ნახვა გუშინდელი დადებულზე. YouTube-ზე, ჩვენ YouTube-ზე. ესე იგი თქვენ არ ქონიათ ნახე, არ მისმენთ ხოლმე თქვენ. ეს ხო ჩვენ Facebook-ზეც დავდეთ და ჩაანართი გავაკეთეთ რამ წარმოშვა კონფლიქტი, რომ მის ხალხს მოესმინა კონფლიქტის მიზეზი რა იყო. თუ ეს არ გააგებინე ადამიანს, ახლა გამოდის რომ ეს გმირი არის, დაამარცხა ვახოსანა, ახლა დიდი დამარცხე, რა დაამარცხე, ახლა იჭიჭყინე და თან კიდე იქ ვერ მოусმენ, ბოდიში მოიხადა იმან ჩვენ საზოგადოებასთან, ამას კი არ მოუხადა, ამას ვახოსანაია. თან იცით რატომ მოვიწვი ეგა? არ მიჩნევდა მე და ცუდი ხმები გაავრცელა ამ კაცმა. აი ეს არის ნამდვილი მიზეზი, მაგის ერთად დაუძახეთ მოვიდეს მეთქი გაგვიცნოს რა. აყვა რა ვიღა პაიჭაძეებს იყო, წაიშუტნიკა თავის Facebook-ზე და ხო ახლა არაფერი არ იმალება და ეთქე არაცხენია ამასთვებს შენ მიც რომ შენ აყევი ტელევიზიებს და იმებს ეს რა არის ამტკიცებთ რომ ესე იგი ჟურნალისტები გადასაყრელები ხართ ხო მოვიყვანეთ ჩვენთან და გავაცნობის შედეგად აღარ იყო საჭირო მივწოლოდი მაგრამ თუ გახსოვთ ის უთხარი აი აქ რას დილობიანი ხარ და Facebook-ში არა ჩანს მეთქე ნახე ეს გარკვეულის რაღაცა ქვეტექსტი უთხარი აი ეგ არის მიზეზი მაგის მოწვევის და როგორ გაიგო ამ თავკომბალამ როცა აი აფინანსებს კეზერაშვილის მოიწვია დებილი ესა ერთ ცარილი თავი გაიგე და ხიხო ხარ 9 ნომერი ისახარ უთოხო გლეხი არის რა თოხი მაინც გალესოს ამის დედადე ამე გააკეთო რა გვადი ბიგვას კომპლექსი აქვს ამასაც და ლიტერატურული კიდე ერთ გმირსაც მოყვან აი ყველო ყუფარიას ცნობიერება აქვს რა ყველო ყუფარი ძალიან ეხავს ეგ რა სიამონო იმას და აი ეს მტერი ეს წავიდა ისინი წავიდნენ და აი შური რა ამ შურს ამ დებილების როგორ უნდა შემშურდეს ხალხო არ გამაგიჯოთ რა ღმერთმა არ გამოულიოს ამ კაც დებილებით მილიონი დებილი ყავდეს. რათა მინდა კაცო ეს რა არის შესაშურია მაგის ყოფა ცხოვრება, მაგის აზროვნება და რო აგიჟებენ მაგას, იცი? ღმერთმა ფიმროლოს შენისთანა პატრიოტი, ნეტა ბევრი იყოს შენისთანა. მასეთები არ არის უყველა. მაგედან თავი როგორ დავახციოთ, ეგ არის ჩვენი ამოცანა და მასეთი რო ვიყავი მე, როგორ გადამელახაებ, მაგასაც ხანდახან გააკვრით მოგახსენებთ ხოლმე. მაგაზე მაგარი პატრიოტი ვიყავი მე ეს რა პატრიოტია ეს? კაცით რა პერიოდში ხალხს რო იჭერდნენ რისი გულისთვის. პოსტაში რო ჩაუგდებდი ვიღაცას გადახაზული 200 წლის თავი. 5 წელზე იჭერდნენ. აბა ტელეფონზე რო დაურეკავდი ვინმეს გამიგე და თქვათ ესე აი თქვათ რომელიღაცა კომუნისტი მწერალი ამას და შეაგენო. ეგ იჭერდნენ. აფიქსირდებოდა თუ და ვერ მოასწრებდი. თუ სახლიდან დაარეკავდი ყველა ვარიანტში დაგადგებოდნენ. ეს რა პატრიოტია ეს დაშკუვილესად. ვერსად ვერ გავიდოდით. და ბეწვზე ვართ გადარჩენილი რა ახალგაზრდები რო ვიყავით 20 წელისა 25 წელისა ავარდილნები რო ვიყავით კონსტიტუციაზე ქართულს რო იმაშვებოდნენ. იქ არ ვნახე ქართველები რა იყვნენ. იქ არ გამოცადა ესენი ვინ იყვნენ და ეხლა რო ყველა გამამაცდა. აი მაგარები არიან და არაფრის რო არ ეშინიათ. იმიტომ რომ დემოკრატიის ბარდაგი არის მან და აი გეშინი ეხლა ძალიან ბევრი პატრიოტი შიშარა არის. იმიტომ არის გამყარებული იდეა რა პატრიოტობა კიდე ცარიელი სიტყვა გამსახურდიათ შეშინდა და ესენგეს ეტენებოდა აღარ შეიტენეს ამაზე კიდე ქართველები გადაიგა რუსეთთან მივყევართ გამსახურდიას ეს იყო ბოლოის წერტილი და გაუჯამდნენ გადააგდეს ედიკა ჩამოიყვანეს და ედიკამ შეიყვანა და ხმარა მოიგეს იმიტომ რომ ინტელიგენტები ედიკას მხარეზე იყო აი ესეთი საქართველოს ცნობიერება და ეხა კომპლექსი კიდე რა არის მოიხსენა რომ აგერს ვიადი ახლა პარს დარი ყველა ვარიანტში ანტიგემინი გმირად ცხადდება ამას რელიგია უშვებს ესეთი რელიგია თუ დაიტოვეთ თქვენ ეს ქართველი ერის გასაჟვრი რელიგიაა და იყავით ბატონო ამ სამთლები და ხა და გიშლით რო და მე კიდე ვაფიქსირებ ამას იქნებ გონიერმა ადამიანმა რატო უნდა დავტოვოთ რატო უნდა დავდუმდე მოისმეს თვითონ აარჩევს ან დარჩება ან მოშორდება და მეტი ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია და ამას პასუხისგებლობით ვაკეთებთ რომ არ მოატყო ადამიანი
შენ არ გწამს და სხვასევნები იწამევს, ტყუილია. ხო და რაც მწამს, ის ლოგიკაშია ჩამოსხმული და განათლებასთან არის დაკავშირებული. ჩემგან ახლა არც ფანტაზიებია და არც იმას გეუბნებით, გუშინ ღმერთი გამომეცხადა და დამელაპარაკა მეთქი, ეს ხო ტყუილებია. აღარ არის ახთო წერილი და ახთო წერილი ჩვენ გვაქვს ყველას და ჩაიგიხეთ ხან და ხან. მაგაზე დაყმებით კაცი ლაპარაკობს მოусმინეთ. გაიაზრეთ და მე რწმენაში თუ გაიზდებით, მოთხოვნილება გექნებათ კავშირით ცოცხალ ღმერთთან. მე რა თუ ამას აი წილადობილა და რა თუ ამას ეს ხატები და სანთლები და მღვდლები და დეკანოზები და სტიხაროსნობა. სტიხაროსნები იყო ყველა რა ეგ საქართველოშიც ხო. სხვადასხვა დისიდენტური მოძრაობა, ეს სულელური მოძრაობა იყო, მთლიანად თავისუფალი იყო ეკლესია რო იცოდეთ. აი იკრიბებოდნენ. მღვდლებიც აი ჩეხლაძე დისიდენტი იყო. აი ეს გაბრიელი კიდე ეგეც დისიდენტი იყო. თვითონ საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ და ქართველებმა დაამარცხეს ახლა საბჭოთა კავშირი. ეს ყველაფერი იყო გამოშტერება რა. და მაგარ რა მოგვიტანა აგე რა, ხე ნაყოფით. ის მოძრაობა დაამთავრდა როგორ კრახით. ახლა შედარებით დაწყნარდა ედიკას მერე ეს წყნარი გრძელდება, ყოველ შემთხვევაში მაღაზიაც არიელი არ არის და გასვლის უფლება გაქვს და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მხოლოდ თავრობა არ ზრუნავს ხალხზე. იმიტომ რომ არც თვითონ ის კანონის დამცველი და ეს არის საშინელება. ეს მდგომარეობა საქართველოს თავრობას აწყობს არც ევროპა, არანაირად. ევროპა კატეგორიულად არა. მაგრამ ამას არ იტყვიან. იმთავით ესე იგი რუსულ სივრცეში ხარ და რუსები რა არის? არ შეგაწუხებენ, იცის, შენი გააგზელე ესა, თუ გაგიჭირდა, ისე დარწმუნებული ვარ. თავრობას რო გაჭირება დაიწყოს სამხედროებს დახმარებას თხოვს. აი მე ესეთი რწმენა მაქვს. აი რო გაუჭირდეს თქვა და მართლა მასიურად ეხლა აუჯანყდეს ამ თავრობას ხალხი. ესენი არ დათმობენ, ბიძინა არ დათმობენ. დაურეკავს და დახმარებას თხოვს რუსებს რა. აბა ევროპას არ ეტყვის დამეხმარება. არ არიან ევროპელები ესენი, არა. ჩაცმით კი არ არის ევროპელობა და მანქანერო მერსედესზე გადაპლაკული ხარ. და ის ფულებს რო იქიდან იღებ და ხალხს ატყავებ. არა ეს ყველა ვარიანტში ღმერთმა არ აკნას აჯანყეთ ესენი რუსებს შემოიყვანენ და ტყავს გაგაზრდა. აი მე ერმილი არ აკეთებ ამას. თან კაი მოსაზრებით გაგიკეთებს ამას. რაც მოხდა აგერ ხო ხედავ. უკრაინაში როგორ მოხდა ხო? გაჯიუტა, არა შევითენენ. რაკეტებით. შეეწირა ამას ქვეყანა ხალხი რა. მოინგრა ინფრასტრუქტურა. და ვინც ის კიდე რამდენხანს იქნება რამ ხელა ეკონომიკური ზარალი არის რა. ეს ჩემო კარგებო. აგერ 20 იანვარიც რა დღეს 12-ია. ერთ რა დღეში 20 იანვარიც მოვა. ნახოთ რამპი რა ვაშკაცი არის. ჯერჯერობით კი ნახეთ რა დახვდა ამას ხო რა ცეცხლი და ეს რამხელა დარტყმა იცი ეკონომიკური. ამასაც ელოდება 4 წლიანი ძალიან მძიმე შრომა. თან ასაკოვანია უკვე 77 წელი და რაღაცა კაცო კარგით რა ყველაფერს თავისი დრო აქვს. რატო ახალგაზრდები გაწყდა კაცო? 40 წელი, 45 წელი, 50, თუნდაც 60. გაწყდა ეს ხალხი ამერიკაში. არა მილიარდელია რა. ოლიგარი ის ბაიდენის მილიარდელი მისი შვილი. მილიარდელების მართლობა არის გამიგეთ. ესენი ახლა ხალხზე როგორ იზრუნებენ კარგით რა. ერჯელ მithქვე და არ განმეორდები კაცო. ბატონო რეზო საუბრის პროცესს ხან ერმილეზე კიდე შევეხეთ ვიტყვი კიდე რას აი ეს ერმილეს და არა მარტო ერმილეს ერთი მსგავსი წარმომადგენელია კიდე ეს იერარქიის გახილვა რომ იყავ YouTube-ზე ჯარდა რომელიც პენსიაში გავიდა და იმან ისაუბრა კიდევაც თავისი ესე ვთქვათ ფსიქოლოგიური მომენტი დააფიქსირო წამოვედი რა სამხედრო ასე ვთქვათ სტრუქტურიდან და სოციუმში რესოციალიზაცია სოციუმში ასე ვთქვათ შერწყმა უჭირდა და აი ამაზე ფილმებია გადაღებული და ეს ერმილეს თუ აქ ნახი მაგალითად ვიეტნამის სინდრომი ფილმი არის და არის კიდე ფილმი ყველა მისით რემბო ეს რემბო რო არის სალონე რო გამოდის ეს ფილმი რაზე გადაღებული ანუ წამოვიდა ეს სამხედრო სტრუქტურიდან რემბო ბოღომიდან ხო და ვერ ეწერება სამოქალაქო საზოგადოებაში როგორც ახლა ერმილე ვერ ეწერება ეს ლიბერალ ახალგაზრდებს ვერ ეწერება კულტურულად ცნობიერებად და ომი აქვს რემბოს ამერიკელ სოციუმთან იარაღებით და ანუ ფსიქოლოგიურად რომ ომი აქვს მე იარაღებიც ომი აქვს ხო ეს ფილმი მაგაზე არის გადაღებული თუ ახსერთ ნახი ძალიან მაინტერესებს ამ ერმილეს და
ეხლა შეიძლება ირახს არ ესწროს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ხო აქვს ომი საქართველოს საზოგადოებასთან ერმილეს. ეხლა ვიღაცა ქალები და პატრიოტა ვიღაც რაღაც კატეგორია რო უსმენს, ეგ ანიშნავს საქართველოს საზოგადოებას და ახალგაზრდებს რო ომი რო აქვს ფსიქოლოგიური და კულტურული. ამაზე დაბოღმილია და იგინება და ილანძღება და ჩვენს გულანძღავს მაგიო და მაგას აჯობია გადააფასოს თავი-თავი და ელემენტარული რემბო ფილმი ნახოს და იქიდან დაინახოს თავი-თავი. მე ამას ვეთყოდი. მაგას გიორგი ხო გაგება უნდა ხარ თქვენ თქვით არა მარტო ეს ფილმია. რამოდენიმე ფილმი ათეულობით შეგვიძლია ჩამოთვალოთ ამერიკელმა რეჟისორებმა რატო იღებენ განამარტო ვიეტნამის ამავე. ასე ის სინდრომი როგორც ყველა სხვადასხვა იმაში ამერიკელი ჯარისკაცების პრობლემა რა იყო, როცა ჩამოვიდოდნენ, ვერ ეწერებოდნენ თქვენი თქვით, აი ოჯახურ პატარა მიკროსოციუმში და ჯერთ იმიტომ რომ ძალიან ფსიქოლოგიური ტრამვებით ჩამოდიოდნენ. ეს მე არ იღებდა საზოგადოება. სხვა კულტურა არის, იქ სხვა რაღაცა არის. და ეს პრობლემა იყო ხელოვნებაში, იმისათვის გაშუქდეს, რომ რაღაცნაირად მოგვევლო ამისთვის და საზოგადოებას არ უნდა გაერიყე ეს ხალხი, იმიტომ რომ ვიეტნამის გმირი როგორ იყო სტალონეს, თქვათ, გმირის მაგალითზე რემბო ხო, მართალია ეგა და ისევ მიდის ომობს საწყალი, განსაკუთრებით პირველი იყო მაგარი, მერე შეცვალეს თელი აი პირველი, აი ის ნამდვილად ესია. ხო, იქ სერიები რო არის, მერე უკვე ეს უკვე ხო იცი მიბუნლობა უკვე. აი პირველი რაც იყო, რაც თქვენა თქვით, იმ პირველ სერიაში არის ეგა. ეგა რომ ვერ ჩაეწერა არ მიიღეს რა. ხო, ჩამოვიდა, აი დაძდებს პოლიციელი თო, მოდის, არ გმირია ხო? და გმირს არ იღებენ. ვიეტნამის ომი ეს გაშაყირებული იყო, მაგრამ ეთყობა მე არ მოეწონათ ეგა და სხვა სერიების გაგრძელება იყო ამის ცოტა რაღაც. თუმცა ეს მაინც ნელ-ნელა გიდია, მიდიოდა ბოლო სერიაში ცოტა ჩაქრა თუ დააკვირდებოდით ხა. აი პირველი მაგარი არის. პირველი ზუსტად ფსიქოლოგიურად არის გათვლილი და სწორედ ამერიკელი ჯარისკაცები რომ მოდიან, რატო ხდებიან ასე მტრულად საზოგადოება? იმიტომ რომ საზოგადოებაში გახლეჩილი იყო ამერიკის საზოგადოება, იყო ანტი მომხრეები ამისა და არ ამართლებდნენ ამერიკის ომს ვიეტნამში, იყვნენ ასეთები. და საზოგადოება რო დაპირისპირებულია სოციუმში რო გიწევს ურთიერთობა, ის საზოგადოება არ გიღებს შენ. ის პოლიციელი როგორ დაძდებს ხო? არ მოწონს რა, შენ გმირი ხარ, რა ჩემ ფეხები ხარ. ვიეტნამში რატო იბრძვი მერე? ის ჰუმანისტები იყვნენ, ხვდებით? და ბევრს ეს მაგარი კონფლიქტები ჰქონდათ. ფილმები ამაზე მართლაც გადაიღეს და საინტერესო იყო. და არა მარტო ეს დენიროს მონაწილეობითაც არის ორმაგზე მონადირე და ასე შემდეგ. რედლი სკოტს აქვს უამრავი სამხედრო იმებზე გადაღებული ესა, ესენი ჰუმანისტი ესენი არიან რეჟისორები. და სწორედ ამას აფიქსირებდნენ, იცი რომ ჯერ ფსიქიკური ტრავმა ქონდათ ადამიანს. მე რა გავაკეთო? მე ვარ მეომარი. აი რა გავაკეთო? აი ამაში ვარ გამზარდეს, გამწვეს და მე რატომღაც გამომიყენე და გადამაგდე. და სოციუმში როგორ ჩავეწერ, როცა ის ფსიქოლოგია მაქვს, რომ ეშთაც შენ ჭირდება ბოლომდე მაშენი ქუნა ყოფილიყო, მაგრამ გამოგიყენებენ და გაგიშვებენ. ახლა პატარა მასშტაბით, ახლა ერმილემ მაგას ვერ შევადარებ, ამერიკის ჯარისკაც და იგივე რემბოს და იმას. ესეც რა თქმა უნდა იმ სივრცე ესე გაიზარდა პატრიოტული მოტივით, პატრიოტული გაგება ჯარში და რო ნახარ რომ ჯარში პატრიოტობა არ არის ისეთი და დაიწყო მაგის კრიტიკა მხილება მისმა ძმამაც გამიგეთ, ეს ახლა არ მოეწონათ და გამოაგდეს. აქედან გაბოროტდა და რო გამოდი ხა სულ ვერ ეწერები ხა სოციუმში. ვერანაირად ჩვენ სხვა ფსიქოლოგია გაქვს რა. და ვის უნდა აგინო? აი ქოცები, ნაცები და თუ დააკვირდებით, აბსოლუტურად ყველას აგინებს. და დაიტოვა რაღაცა მოგონილი რაღაცა შეხედულება ეროვნულობა და პატრიოტიზმს. ცარიელი სიტყვა ეგა. ამას თეორია არ აქვს. თეორია ხო საჭირო, თეორია ჭირდება ჭორედა, ამას ჭირდება გადმოცემა და პროექტი დამიდე. რა და სახელმძღვანელოები დაიყარი და მაგაზე მესაუბრე და არა ისა რომელი ქალი ვისთან დაწვა, რომელი კაცი ვისთან არის მთავრობის იმებზე როა იძახიან. ეს რა თქმა უნდა, ჭორია ჭორაობა. ცოტა ამაზარზენი აი ქალის ყურითაც რო უსმენ არ მოეწონა ვარცეთ კაცს. რა მე ტვინი არა გაგაი ჭორაობ ამეებზე, ვინ საწოჩი კოტრიალობს მთავრობის წარმო. რა გამიხარდებე ეგა? რა გინდა ხლა მოსახლეობა ავიჯაგრო და გავეკიდოთ ყველას? რა მე ყველა გააკეთებს მაგას რა ახლა რა და შენ თუ არ აკეთებ რა გაღიზიანებს ის რო აკეთებს შენ მოთხოვნილებაში არ არის პატიოსანი ხარ დაწყნარდი თამშვიდე ვერ შეცვლი ახლა ერთი კაცი ვერ შეცვლი საზოგადოებას და მიზეზი სხვაგან არის ამ მიზეზამდე ისინი ვერ მიდიან და ზედაპირზე ტირტივებენ ამიტომ ეგ ხალხი ტრაგიკულია და დარჩება ტრაგიკული რომანტიზირება არაფრის არ ვარ და აი რომანტიზირებული მართლმადიდებლობა აქვს წარმოდგენილი ძალიან ბევრს ვინც დევნილები არიან. აი ჩვენთან იყვნენ ბატონი გიორგი 1, 2
ილად ისინი ისე მართლმადიდებლები არიან, ისი რომანტიზირებული მორალური სიწმინდეები, ჩვენი სიწმინდეები. კაცო, ვერ მიხვედით იქამდე რომ მართლმადიდებლობა ეს ბოროტების გამოვლენა არის, ეს რელიგია ანტიქრისტიანული არის. არ უნდა თამის გადაგდება, იცი და აგ ესენიც გდევნილები არიან. ისე ვაუჯახდა ვინც გაზარდა იმას აუე. ისინი მაგონებს მითოლოგიას რა. ხო, აი ჰესიოდეს რო აკენა, იმიშიშით რო შვილი რო დაებადებოდა, ტახტი არ დაეჭირა კრონოსკან. ის ხოცავდა ტიპებს და ზევსის მაგურად ცოლმა ხვა გადააყლაპა და ესე გადარჩა ზევსი და მერე წავიდა ოლიმპოზე ზევსი და მისი დედი და გასვეთეს მითოლოგიური წყება ეს ჰესიოდეს თეოგონია, ღმერთების წარმოშობა. რაღაც მაგას მაგონებს ესეც იცი რომ შევატარებ ხოლმე იცი. ფერგავი აი რა უნდა ამ ხალხს, რა საწვევიან, რა პატრიოტო ვერ ხვდები რომ სხვაგან არის პრობლემა. ყველა სფერო დაიწუნე. ესე იგი ყველა სფეროს რო იწუნო, ყველა დავხოცოთ კაცო. ყველა როგორ დავხოცო, მე ყველას როგორ შეგვიძლია, ყველას გავბოროტებული რო არის ადამიანი და ყველა და ამას ვიძახი მიზეზი არის ჩვენი ცნობიერება, რომელიც ჩართულია სატანასთან. ეს უკვე მეც მშველის და თუ ყველას შველის და დავდგეთ ეხლა თვითმიზრუნავად ყველა ვაგინო. მაშინ ჩემიდან ხო არ იწყება ცხოვრება. ერმილიდან ხო არ იწყება. მარტო ეს გამოდის პატრიოტი და ეროვნული მოღვაწე. ან კიდე მართლმადიდებელი პატიოსანი მარტო შენ ხარ ამ დედამიწაზე კაცო. პატიოსნებით გინდა შენ რამე გააკეთო და აგინებ არაპატიოსან მართლმადიდებლებს. ვიძახი რომ მართლმადიდებლობა არ არის სწორი. ეს არის ეროვნულობა არ არის სწორი, სამშენებლობა ხელს უშლის. ამიტომ დავიწყოთ რა ჩვენი ხედვა გადავაფასოთ. თუ მორწმუნე ერი ხართ, უნდა ვიცოდეთ რა გვწამს, რატო გვწამს და რისთვის აღწამს. ახლა აპრიორი რომ ღვთელი რო ხარ და ამიტომ ახარ მორწმუნე. ღვთელი იყო მამა შენი, ბაბუა შენი, იმის და სიწმინდეების განსახიერება იყო. რანაირად ეს არ არის სწორედ ცოდვადაცემული ადამიანი, მიდრეკილი ამას აქვს ბოროტებისკენ ისა და ცოდვა გამომსყიდველი იესო ქრისტეს რომ მიიღებ, ღვთელი კი არა ხარ. მისი მორჩილი ხარ და მოწაფე ხარ. ის არის უკვე მღვდელმთავარიც და ამარტივი ჭეშმარიტება და არ უნდა და ეს რო აღიარო ის იმპერია უნდა დაინგრეს, რომლის შემოსავლის წყაროა. იმპერია, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობს და ხანდახან სახელმწიფოს ადგილს იკავებს. შუა საუკუნეებში ამას სახელმწიფოს ადგილი ეკავა. და მეფეებს პრობლემა ჰქონდათ ამისი. ამიტომ ისჯებოდა საქართველოს ბაგრატიონთა დინასტია და შემოსევებზე იყო. ამას ხო გაანალიზება ჭირდება. ეხლა რა მდგომარეობა არის? აი ახლა არა ვართ ახლა შუა საუკუნეებში კიდე კარგი რომ გვერდზე მეზობლები მდიდრები არიან და გადადიხართ გადო რაღაცას ყიდულობთ ხო? კიდე კარგი რომ გაქცეული ხალხი გარეთ სამუშაოზე მაინც არიან და ოჯახს გადაარჩენენ. აბა მე-17 საუკუნეში სად გაიქცეოდა ადამიანი? სად იმუშავებდა? აი მოკვდებოდა გზაში. ასე რომ ქართველი ძალიან ისეთი იცით როგორი ერია, ძალიან ამაყია, მყირალა ერია, არაფერს შნუ არ აქვს. აბსოლუტურად ყველაფრის მიმბაძველი არის რა და აზროვნებაში არ ვაწავენ. ვაწავენ ჩაცმა და ბიჭო აზროვნება რაც იყო რაზე აშენდა ევროპა არ გაინტერესებს. ბიჭო ქართულ ენაზე ამომეტყოლოთ თუ ენას აღმერთებთ თქვენ და ძეგლი დაუდგეთ. ამ ენაზე განათლებული არც ერთი ქართველი არ არის და ამიტომ მიაკითხავთ უცხოენებს ორ სიტყვას იტყვით უცხოურად და გონიათ ბრძენი ხართ. მე ამიტომ უნდა აგირჩიო პარლამენტში და რას აკეთებს მე ეს კაცი? დაკავებული არის ოჯახის მშენებლობით. სუფეხებზე კიდია მოსახლეობა. აი რომელი დეპუტატი არის აქტიური, თქვათ, გამოყოფილი აქვს კაბინეტი არჩეულ უბანში და იღებს ადამიანებს თავისი პრობლემებით კვირაში ორჯერ 9-დან 10 საათამდე. იცით ასეთი დეპუტატი თქვენ? დეპუტატის მოვალეობა ეგ არ არის? დეპუტატის სამუშაო ადგილი პარლამენტი კი არ არის. გარკვეული კვირაში 2 დღე დათმობილი უნდა ქონდეს მოსახლეობის მიღებას. მოსახლეობის პრობლემები უნდა მიიტანოს პარლამენტში, შეკრიბოს ყველა დეპუტატმა და აქედან კანონების გადახედვა იწყება და ან ახალი კანონები იწერება ინფრასტრუქტურა თუ გაიზარდა. დეპუტატები საქართველოში არის მკვდარი. დეპუტატები რას აკეთებენ? გამაგებინეთ რა. ვინმეს დაგჭირებებია თქვენ აქ ვინც ახალ დეპუტატთან ყოფილ ხართოდეს მე. არა დამალულები არიან, საერთოდ არ არიან რა. ტელეფონებს და რა არის ესა მე ვერ გავიგე. აი აქ კანადაში დეპუტატი შეხვდები ყველა ვარიანტში. დაგინიშნავენ, რაც საჭიროა რაღაც მოგისმენს. დაგარიგებს. და თუ რამე ისეთი პრობლემაა, იმას დააყენებს პარლამენტში. და ყველა ვარიანტში რაღაცა გაკეთება. მახსოვს ბაღში ვიყავით რამოდენიმე წელს უკან პატარები იყო ბავშვი და რაღაცა პლეიგრაუნდზე სათამაშო ის რო არის რაღაც
ბაღი ბავშვების ტყეში იქ გაფუჭებული იყო რაღაცა და საშიშროებას წარმოადგენდა იქა. მახსოვს მეგონი ვახტანგიჩმა დაურეკა და მადლობა გადაუხადეს მოვიდან გააკეთეს. საქართველოს ესეთ რამე ხდება. აი იმავე წუთში აი ბავშვი ეს შეიძლება ბავშვი დამარცხდეს აქა პატარა ბავშვები ავა, ეგ ჩაუვარდება ფეხი, გამიგე და შეიძლება ბავშვი გარდაიცვალოს. როგორც ეს ინფორმაცია მიაწოდა, მეორე დღეს ყველაფერი გამოსწორებული იყო. და მადლობაც გადაუხადეს. მოქალაქეობის ვალი ეს არის. მთავრობა ზის სადღაც იქა და დეპუტატი კიდე არის ჩემსა და იმას შორის შუამავალი. დეპუტატი ეგ არის სხვა წარგზავნიც ნიშნავს. მე წარვაგზავნე, იქ დავსვი და მე ვმუშაობ. მე ამას უნდა შევხვდე და თუ რამე პრობლემა მაქვს, ამას ვეუბნები. αλλά პირადი პრობლემა კი არა, ოჯახში ცოლთან რო ჭუბი მაქვს. აი რაც ხდება რა პრობლემა რაღაც კეთილი მოწყობის, ამას ყველაფერს ვეტყვი, მომისმეს. ყველანაირად გზაზე დამაყენებს და თუ მართლა ქალაქისთვის მისაღები რაღაცა წინადება შედგა, ამას პარლამენტში დააყენებს და მე კენჭის ყვრით ამას ასწორებენ. თქვენთან აი აქ რამდენი ზიხართ? საერთოდ დეპუტატთან ქონიათ შეხვედრა რაღაც პრობლემაზე? სოციალური იქნება ეს პრობლემა. დამალულია დეპუტატები რა, რატო ირჩევთ მე ვერ გავიგე, რადგანაც ეს დეპუტატები? სულ ყველაფერი არის ტყუილი რა, ასე რუსეთი. ვერ ნახავ რა დეპუტატს და ასე არ არის დასავლეთი. ასე არ არის კანადა რა. არის აქ დეპუტატი გამოყოფილია დარეკვა უნდა მიდი ჩაეწერებით და მიგიღებს. მიგიღებს ყველა ვარიანტში მიგიღებს. ეს არის ამათი მოვალეობა. და თუ ესეც აღარ ხდება, უკვე პრობლემები იწყება. რადგან აბა დემოკრატია რა არის? თავრობა აბა როგორ უნდა გაიგოს მე რა მიჭირს? აი რანაირად საიდან დავურეკო? ტელევიზია პატრიოტთა ალიანსის ტელევიზიაში დავრეკო მე და ვიქაქანო. იმას ფეხებზე კიდია. ამისთვის არის დეპუტატი გამოყოფილი. 150 დეპუტატი სხვადასხვა კუთხე რაიონებიდან. მას უნდა კონდეს ადგილი გამოყოფილი, ვინც აირჩია იმ უბნიდან. კვირაში 2 დღე აუცილებლად უნდა ხდებოდეს ღია კარიერი, ჩაწერებით, რიგი არ იყოს და ყველა ამ პრობლემებს უნდა უსმენდეს. საქართველოს არის ესეთი რომ მოისმინოს ადამიანებს გაჭირვებული ადამიანები. არა ესენ დაიმალებიან და ვითომ არის დემოკრატია. რა დემოკრატია საქართველოში? კარგით ერთი რა და ამ დებილმა ყვერმილემ ამდენი იცის. ეს ხო არის ვიღაცა ტაშკუილა ტიპია რა, ვიღაცა ოტია იოსელიანი და ეროვნ გამსახურია კოსა ვერ გაცდა რა. სირცხვილია რა ამის და იქ კიდე რაღაც დეგოლი და რაღაცა გატრაკებები რაღაცა გაუგია რა. ვოლტერი კიდე რა ვერ გაცდა ამებს. ესეთი ერთი კი არ არის კაცო. ეხლა არ გეგონოთ რომ ამ კაცი ეს რატომღაც უკვე სიმბოლო არის ცნობიერების. არა, კონკრეტულად ერმილე რო იყოს პრობლემა არ არის ამაზე რასილა. ბეჭო, ამას ხალხი უსმენს, იცით რამდენი? აი, გადახედეთ და ნახეთ რა გინებები იყო, რო გვაგინეს. და იმდენი კულტურაც არა აქვს ამ კაცს რო უთხრას იმას რომ არ შეაგინოთ რა. აგერ გადავხედეთ ჩვენ კომენტარებს, არავინ არ აგინებს ერმილეს მიუხედავად იმისა, რომ რასისულელეს იძახის. წამშლი ეგრევე. არ აგჯერათ? არ შეიგინოთ რა, არ შეიძლება ისე დაწერო, ყველა გაბრაზდი, მაგრამ არ შეიგინო რა კაცო, გაბრაზებასაც ადამიანი ხარ, უნდა გაბრაზდე. გამოხსახე ეს გაბრაზება სხვანაირი ლექსიკონით. ნუ შეაგინებ რა, ეს დამამცირებელია დამწერისთვის, ესე იგი ინტელიგენტი არ ახარ. ნახეთ 28 თუ რაღაცა კომენტარი ყო არც ერთი გინება არ იყო. პირიქით იქ ერთი პირიქით რა ესეთია ვითომ გამააპრავებს იმას. ნახეთ დავტოვე ის თარწამიშლია ხო არ გაუბრაზდი. განსხვავებული მოსაზრება დავტოვე. თქვათ ვინც ამართლებს ერმილეს ხო? აი ერმილემ ეს რატო არ გააკეთა თავის იმაზე ამიხსენით. იმიტომ რომ გაუნათლებელი კაცია. მაგას სიყვარული არ აქვს ადამიანის. და მთავარია სიყვარულს არ ფლობდა. რა იდეები საშიში ხარ, უსიყვარულო კაცი იდეებით რომ მოვა მთავრობაში, ის დიქტატორია რო იცოდეთ. სიქას გაგაწეროს რა. ამიტომ ეგეთი ხალხი ღმერთმა დაგვიფაროს რომ ასეთი ხალხი მოვიდეს სათავეში. ჯერ ისედაც ეს ბეყი ხალხი რო არის, იქა ის არ მოგწონ თქვენ და ამაზე ვარესი არ შეიძლება მოვიდეს. რომ აი ჯაბაიოსელემრად ქუჩაში დახოცა ხალხი. გახსნა ავტომატი რა. მიტინგს ავტომატით და თქვენ კიდე ისეთ რომ მოვიდე, ახლა წყალით თუ დაგშლიან, უიმე წყალი და გაზით, აბა დავეტყვი აგესროლონ. აი ეს ყველას დაავიწყდა. ახალგაზრდებმა არიციან ის 90-იანი წლები, ვინც დაიბადა, პატარა იყო. ბეჭო, მხილველები მაინც არ ვიყოთ ამისი. არ იყო ეს ინტერნეტი, არ იყო ტელევიზია, არაფერი, ხოცავდა ხალხს, ხოცავდა. შევარნაიცრემში დამიჯელი რაზმი იყო,
მხედრიონი, ეს გამოთაყვანებულიერი, ეს რა პატრიოტები იყვნენ, მე ამის დავადრე და უპირისპირდებოდნენ ზვიადისტებს, რომლებმაც მოუშვინეს კამი, ნახეთ ზვიადიზი დაითესა და დამჯელი რაზმით მოვიდა და მიაყოლეს გულუბრყვილო ვინც ის რამდენი ერმილესნაირი ახალგაზრდა დახოცეს რა. და ესეც ახლა მსხვერპლიერი არის ამ თავისი უტვინობის. ჩვენთან რა უნდა და მე ვერ გავიგე ამის კრები არც ერთი არა ვართ აქ არც ერთი რა. აი არც ერთი, ნუ ხო ჩანს რა. საუბარი მტრობა ხომ არ არის და აზროვნება ხახნო. არა რა ეს ამაყია დებილია, აი როგორ არის, აი დახურული აქვს რა, რქიანია რა. და აზიერებს სვანი კაცი, რომელიც არის საბიცე, სვანეთში, სვანები კვიციანით კი არ იწყება. სვანებშიც არის ინტელიგენტები და ძალიან განათლებულები. პირადად მე ვიცნობდი ერთ ინტელიგენტ ოჯახს, ძალიან მაგარ ვერ შეედრებოდა ბევრი, ტვილდიანები. ოჯახშიც ნამყოფი ვიყავი, მის შვილებსაც ვიცნობდი და ერთად ვიყავით, ჩემზე ოდნავ პატარა იყო მისი ქალიშვილი. დაჩაზე. სვანები, რომელი სვანი დაიჭერს, მაგრამ ტვილდიანი ამასთან დაიჭერდა, კვიციანი ახლა გაუნათლებელია რა. რაშვაშია სვანი. გაუნათლებელი გურული არ გინახიათ? გაუნათლებელი იმერელი არ გინახიათ? აი ნიმუშაგე, აი. სვანი ისე თქვა თითქოს ახლა უნდა რომ სვანები გადაიბიროს. კვიციანი რა სვანი არის რა, კაით ერთი რა. რა სვანი არის კვიციანი? ლაპარაკი არის ის კაცმა. არის 9 ნომერი გლეხია ხო? აი 9 ნომერი, ესეთ ნომრებით ამყავს მე 9 ნომერი გლეხი. აი რაღაცა ავიდა სოფეში, რაღაცა და მოუწოდებს, აი ეს დაბერდა და ჭკუ აღარა აქვს და რომელი ახალგაზრდა წავა ახლა ყანის გასათოხნათ მიწას შეერკინება, ამის აუცილებლობა არც არის. დღეს ამის აუცილებლობა არ არის. ისეთ ტექნიკა არის უკვე. და საერთოდ ქვები საქმას ხიკოს ეს პატრიოტობა არის? ხო და მაშინ რო აზიარებს ერმილებს, წაიყვანოს, წავიდეს თვითონ ამოუდგეს თოხით. და წაიყვანოს თავისი მსმენელები და დაგვიმტკიცონ რომ პატრიოტები არიან და მაგათი მოწეული არც პამიდორი ვჭამოთ, არც კიტრი, იმიტომ რომ ღირსი არ ვიქნებით ჩვენ და არც რა თქმა უნდა. მე ბოდის მოვიხდი რომ იცი რა არის შენი ნაშრომი რა მივქარე და რა პატრიოტები. პატრიოტები ახლა ნიდან საფრანგეთიდან ტყიდან პატრიოტობა არ გამიგია მე და რა გწყინთ მე ვერ გავიგე. ბეჭო გამოჩნდა კიდევაც. ნახეთ სულ ყველა იგინებოდა მისი მსმენელი. და არც ერთ ჩვენს აი 1000 კაციდან არავის კომენტარში არ უხეშად არ უთქვი არაფერი ამ დედის გენება ან რაღაცა ერთი არ შეიძლება იგა ხო აგი თუ არ ვაჯობეთ ამაში რომ მე არ დავუშვებ ამას შეიძლება ვიღაცა შეეშალოს გაბარაზდეს წავშლი ჯობია ის მე გამიბრაზდეს და საერთოდ მიმატოვოს ვიდრე ეს დავტოვო აქა და ერმილეს გინება მე მოვიშორა თუ საჭიროა მე შევაგინებ ამ კაცს თქვენ რა უნდა აგინოთ თქვენ დაწერეთ მოსაძერება აზროვნება და აზროვნება ვასწავლოთ ერთმანეთს და დისკუსია იყოს ამაში და არა იკიცე შეფასებები გინება ამის და ქება იმის. ამ კაცმა კიდე წაიღო ჩვენი ზდადო და აგინებინა ჩვენი თავი. ეგ სწორედ თან ქალებს. შევარცხვინე ის ქალი, ვინც სიამოვნებისათვის ერმილეს ასიამოვნოს და მე შემაგინოს და ამ დროს არ მიცნობს. შეისწავლე ქათმის ტვინი რო აქვს იმ რა თან გვარი როგორ გაამართლა იცი? ყვავაძე, წარმოიდგინე, ყვავაძე ქალი, სურათი ვნახე, მართლა ყვავია რა. ამას ქალის აღარაფერი აღარ ეტყობოდა და ახლა ქალს ხوار დაუწყებ ახლა გინებას, ერმილე კი არა ვარ, ეგ ქალებს აგინებს. არ მოეწონება შეაგინებს გამიგე და მე არა ვარ ესეთი რა, არა რა, მაინც სხვანაირად ვეტყვი ახლა რა და ამ ყოველ შემთხვევაში ამას საჯაროდ რატო არა და შესაგინებელი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რაღაცა მაკავებს რომ მაინც ქალია რა. და სხვანაირად დაველაპარაკები, სხვანაირად გაუბრაზდები. არა, ეს უხეშად აგინებდა ქალს რა. და ის ქალებიც აყვებიან ხოლმე, და აი და რა, წაშალე ეგაშე და კეთილზაღლო. თუ მე გიცავი მე შენ და არ ჩაგაყენებ ისეთ მდგომარეობაში, ვინმე გაგინოს შენ. ას არ გავაკეთებ. აღარ არის დავამტკიცოთ, შეადარეთ ახლა ჩემი და მაგისი. კიდე YouTube-ზე თუ აგინებს ვინმე. წავშლი ეგრევე წავშლი რა და შენიშნავს იმის რომ დაბლოკავ. რათა მინდა ახლა მაგინებელი, იმიტომ რომ ეს ბენზური ლექსიკონი ახლა ჩემი მეყოფად ახლა შენ მოგიწვა ამით გინდა მე გული მოვიფხანო, არ მინდა გულის მოფხანა მე. ხო, მე შენი აზრები კი არ მაინტერესებს და რა კი გააგინებ, ამიტომ მისაღები ხარ ჩემთვის. შენი აზრი დააფიქსირე ლიტერატურულად და აზროვნებად, თუნდაც იყოს განსხვავებული და თუ კიდე ადვოკატადაც დაუდექი, მხოლოდ გამართული იყოს ეს აზრი, არ იყოს გინებო და რაღაცა გაუთავებელი ბეტონი არ ამოგვიყო რა. ეს უფრო კარგია დავნერგოთ, ვიდრე
კომენტარებში ქართველებმა გინება და მთელი ინტერნეტი საქართველოსი არის კომენტარი გინება. საოცარია ესე რა. ასეთ კაცზე კიდე იძახის მაგარი განათლებული ვარო. რა განათლებული ის არის 40 წლის ასე დღეშია 60 წლისა თუ მიაღწია იქნება გამოშტერებული. აი სულ მოუშვენს რა. რომ ბოღმებით არის ეგ, ბოღმებით ბერდება და არაფერი არ გეშველება. ეს კიდე რატო არის ტრაგიკული პიროვნება, იცი? ვერაფერს ვერ მიაღწევს საფრანგეთში, გამორიცხულია. ხო, ვერც ოჯახს შექმნის. ხო, ეს ხო უქრისტეოთ არის. იქნება სულ დაბოღმილი და რამდენ ხანს იქნება აი ესე გაართობს ხალხს. როცა იქნება ხო მოწყინება იმათაც. ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა ილაპარაკო სისულელი. ახლა ტრამპი და რა ვითომ ახლა დიდი პოლიტიკოსი იყო, რამე გესმოდეს მაინც ხო? რამე არის ის. და არის საწყალი. ვერ სახში მიდის. ხო, ვერ მივიდა ხო, იგივე ზმაკაცი მოუკვდა და რა ზმაკაცი კიდე, ამან იცი ზმაკაცობა რა არის. ეს პირადად ჩემთვის არაკაცი არის. რომ მოიხადოს ბოდიში, აღიაროს დანაშაული ჩემს მიმართ უფროს კაცთან, ამის ტოლა კაცთან და მე ამას გამორიცხული ამაზე რაიმე თქვა საერთოდ რა არაფერს არც კარგს ვიტყვი, არც ვიტყვი, არაფერს არ ვიტყვი. გაქრება ჩემში და არც ავყვები არავის გინებაში თუ დაუწყებს ამას, არ ავყვები. და დავივიწყებ ამას. აი რა პატარა მოთხოვნილება მაქვს, უყენებ ამას. მაგრამ ამით ვამოწევ ქართველი რა ბეყეჩუ არის. ეგრო წამიყენოს ვინმე რა. ხო, დამხილებული დამაშავე, რას ქვია ბოდიში არ მოიხადო, რომ დამაშავე. მე ვარ დამწყები განხეთქილების ვაშლის. მე ვარ. ამას დაესხნენ თავზე, რატო დაჯერ ესე დაესხნენ თავზე ნათელაშვილსაც რო იცოდეთ. აი ერთი ტიპმა და იმას გავეცი პასუხი. ისე დაეცა ნათელაშვილი რომ თეოფილესთან დაიჭირა საქმეო, ამის დედავატირე, რა ერი ხარ თუ გიждები რა. რა მოგწამლათ ხალხო ესე? რას გეშავებთ რა? რატო არ შეიძლება დამოვიდეს ნათელაშვილი და ამელაპარაკოს? რატო უშლი? და ესეც ხო იცი ჯოგზე სწორდება. იმიტომ არ ნახეთ არ არის წარმატებული. მაგის პარტია არასოდეს არ ყოფილა წარმატებული. იმიტომ ესეც უძვრება ხალხს, ვითომ დიდი ნაროდნიკი იყოს, ვითომ ეს ლეიბორისტები, მუშები არ არიან და ვისი პარტია, აი მოყრის ხალხს არჩევნების დროს, ალია ლუსიას ხომდა პარტია ხომდა იყოს და ეხლა ვერაფერი ვერ გააკეთა, ხო 0. დაფინანსებაც არ აქვს. 0 იყო, 1%-იც ვერ აიღო. თუმცა 2 და რაღაცა დაფინანსებაა მაინც. და ამასაც დაესხნენ თავზე. დარწმუნებული ვახუსანაიასაც შენიშვნას მიცემდა მისი დირექტორი. აბა დაიმალა კაცი და რომ დამემალა რა. რა ვიცი კაცი არა ხარ კაცო, რას მემალები არ გინდა? შეხები წერდები, გაგაგებინო რა რაღაცა. რა დანაშაული მიმიძღვის იქნებ მე ვაღიარო ეგა კაცო. და მართლაც გეტყვი რომ შემეშალა რა არ ვიცოდი თუ ესეთი მდგომარეობა იყო და არ გეგონოს მე მოგიწყე. და ბოდიშ ვიხდი რა ესა. აი ეს მინდოდა მე თქვა და არ გამეკარა ვახუსანაია. ადექცეს დაუდე რომ დაუდეს ყველაფერი მე. ესე ქართველი სიტყვას არ იცავს. ფუკიანია. ასე გალანძღავდნენ ალბათ შეიძლება, თუმცა ლევან ბერძენიშვილიც გალანძღულია იმის გამო რომ რაც ლიბერალი როა და ბუნებრივია რომ ახლა თუ ლიბერალია ის და მე კიდე მტერი ვარ აი ამ რაღაცა მართლმადიდებლობა შეიძლება იმას არ დაესხნენ თავზე შეიძლება ესეც არ ყოფილა მაგის მაგალითი რომ იმავე წუთში გამოვეხმაურებდი და ისევე გავასწორებდი მიწასთან როგორც ის ტიპი გავასწორე მიწასთან ბათუმელი რო და გაქრა ხმა არ მოუღია რა დებილი რო ხარ აქ გესმის რას ლაპარაკო და იგივე მოვიდა ერმილეს სუფთა ერთ-ერთზე განმეორდა ხალხმა მაგას საყვედური მისცეს ამ პირადში მიწერეს მიაწოდეს რაღაცა სისულელეები რომ ამასთან რა გინდა ეს არის არაპატრიოტია ეს მართლმადიდებელი არ არის ქართველი არ არის ბავშვები წაიყვანა და დახოცა და მშობლებმა არაფერი არ იცის მკვდარია თუ ცოცხალი ეს და აბა რასე ხოდ დაუწყებთ ახლა გაბათილებას დაუწყებთ და დაკარგავ ეს კიდე ნადირობს ჯოგის გამრავლებაზე ასე გვიღალატა მაგას ამიტომ ამოვიღენ ნიშანში და არ მოვეშვები სანამ ისე არ გაქრება როგორც ის ტიპი გაქრა ის აჭარელი და დავიწყე არც ახე არც სახელი და არც იმას აღარ მახსოვს უკვე ხედა მეხსიერებანა ამოაგდო ეგ ტიპი უნდა დავძაბო ახლა რომ გავიხსენო სხვა სახელი დავარქვი მე მაგას რომ წიბწივაძე დავარქვი ხო აი ბათუმელი რო იყო კაცი შეეშალა იცით შენ ახლა რა გინდა რა გაგისკდა გული ნათელაშვილი ჩემთან რომ მოვიდა გაგირასკდე გულზე
რო ესე დაეცაო პოლიტიკაში, რომ ისინი ჭირდებაო ისე, სექტანტებიო და გავგვიჟდით რა. ხო, ის არ ელოდა ჩემ ასე თავდასხმას. 1-2 ვითომ 1-2 გაიბღინძა, რაღაცა გაიწელა, მაგრამ რომ მიიღო და მიიღო, მე გაქრა და დამარება თავი. აი. შემოდი აქ დაანალაპარაკე ერთ შნო გაქრამისი რა. აი იგივე ხდება აქაც, ნახე ერმილესთან. ამას რო ეს არ გადაეტანა. არ ეთქვა ის რაღაცეები, აი იცი, ამოჭრეს, მე დაუპირისპირდი. რა საჭირო ანგარიშროაბარებ? იყოს რა ისე, რატო წაიღე მე ჩვენი ის იქა, რატო? თავიდან, რა დგინდა ეგა? რა საწონებ ამ შენ ხალხს თავს, მე ვერ გავიგე. შენ ღმერთს მოაწონე თავი. ამიტომ მე გაიყო ორი ჯგუფა და შენ იმასთან ხარ, მაშინ მე შენთან არ ვიქნები. და ეხო ჭეშმარიტების ხარეზე არ არის. დებილია ზაწალი, ჯოგზე სწორდება. ჯოგმა დაყופה გამსახურდია რომ იცოდეთ. ჯოგმა გააკრა ჯვარზე, იესო ქრისტე არც კი იცოდა რა საკეთებდნენ. აგემშვიდობებთ ყველას. კეთილი სურვილებითა და რა თქმა უნდა, კარგი დღის გათენება ხვალ. ხო, ღმერთი ინებებს კიდე შეგვახოდებს და გვასაუბრებს კარგ თემებზე ისე რომ ჩვენი სრულყოფილება მოხდეს ინტელექტუალური და გამოგვადგება ცხოვრება. გონიერი კაცი უფრო გაუძლებს ამ შემოტევებს რაც ხდება და უგონო კაცი იღუპება რომ იცოდეთ. მივაქციოთ ყური დაგონება ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენ წინ არის. დიდი მადლობა ალბათ თქვენ და კარგად იყავით.